მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ჩვენ. ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. დღეს ჩემთან არის განსაკუთრებული სტუმარი, რომლის ხილვაც არც თუ ისე მარტივია, ძალიან რთულია ამ ექიმთან კონსულტაციაზე მოხვედრა და გადავწყვიტე, რომ პირდაპირ პოდკასტში მომეწვია ჩემთან კონსულტაციის ნაცვლად. ჩემი სტუმარია Total Charm-ის მთავარი ექიმი, პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოგწანდით და გამონახეთ დრო. თქვენ დიდი მადლობა, რომ დამიძახეთ სიამოვნებით მოვედით წარმატებებით თქვენ პოდკასტში. დიდი მადლობა. ბატონო კოტე, მინდა რომ ვისაუბროთ ძალიან ბევრ თემაზე, იმიტომ რომ უამრავი კითხვა არის შემოსული, მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა სანამ დავიწყებდეთ ამაზე საუბარს, მინდა რომ გკითხოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცი რომ ასე ვთქვათ, გენეტიკურია თქვენს შემთხვევაში ეს პროფესია, იმდენად ყველა იყო ამ სფეროში თქვენი ოჯახიდან. მე მაინტერესებს, საიდან წამოვიდა პირველად აი ეს სიყვარული ამ პროფესიის ესეთი განსაკუთრებული თქვენს ცხოვრებაში? დაიწყო ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახი ექიმების ყველა, პლასტიკური ქირურგი მამაჩემი, ჩემი უფროსი ძმა, დედა დერმატოკოსმეტოლოგი, მანამდე გასტროენტეროლოგი, ბებია ჩემი ფარმაცევტი იყო და მთელი ბავშვობა საუბრები სახლში იყო მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიაზე, დერმატოკოსმეტოლოგიაზე, ესთეტიკაზე, კლინიკაზე, პაციენტებზე, რთულ შემთხვევებზე, იმიტომ რომ ძირთად რა გამახსოვრდება ექიმს, რაღაც რთული ან საინტერესო, ან ზოგჯერ სასაცილო შემთხვევა, ან საინტერესო პაციენტი, რაღაც ცნობილი ან ასეთი და მთელი ჩემი ბავშვობა გავატარა ესე სამედიცინო თემებში. პირველად ოდესაში კონფერენციაზე წამიყვანეს მშობლებმა, დედამ და მამამ, ალბათ 8-9 წლის ვიყავი, ეს იყო დიდი პლასტიკური ქირურგიის კონგრესი, სადაც მე ბავშვი იქ დავრბოდი და ეხლა წელიწადში რამოდენიმეჯერ დავდივარ კონგრესებზე და ვინც არის იქ ექიმები, უკვე დიდი ექიმები, ისინი მიცნობენ მე მართლა ახსოვხართ ბატონო. მეც იმათ ვიცნობ მთელი ცხოვრება. და ესე გამოვიდა, ალბათ სხვა გზა ალბათ არც იყო არანაირი სხვა ვარიანტი. აი იმ მომენტში ბავშვობაში რო დადიოდით ამ კონფერენციებზე, როგორ აღიქვამდით ამ ყველაფერს? უბრალოდ მშობლებს დაყვებოდით თუ გქონდათ ინტერესი რეალურად იმ მომენტში? კარგი კითხვა არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ხო რატო მაინც და მაინც უნდა ყოფილიყავი ექიმი. კი, ინტერესი მქონდა. იმ მომენტში ეს როგორც რაღაც თამაშისავით იყო, რაღაც საინტერესო სახალისო, მხოლოდ ესე ერთი ბავშვი ვიყავი ფაქტიურად კონგრესებზე და ესე სამსახურში დედა ჩემთან ვიც დავდიოდი. ძალიან მაინტერესებდა, კი, ძალიან. თუმცა მინდოდა უფრო, პატარა რო ხარ, ეხლა გინდა კოსმონავტი გახდე და მე მინდოდა ავიაცია. მართლა? კი, და ფრენები, მაგრამ მე მივხვდი, რომ არა, ჩემი საქმე არის ქირურგია ნამდვილად. მაგრამ ავიაცია დღემდე ვსწავლობ, ეხლა კი, უკვე 30 საათი მაქვს ფრენის და კიდევ 10 საათი და ავიღებ private pilot license არის, ანუ მე თვითონ შევძლებ თვითმფრინავის მასწავლას. ან ჰობზე გაცილებით მეტი გახდა უკვე რეალურად. ჰობია, მაინც კი. აი, მაინტერესებს, როცა სხვა გარემოში ხართ და სამსახურს გარეთ ხართ და რო უყურებთ ადამიანებს, აი უცხო ადამიანი რო შეგხვდებათ, აკვირდებით ხოლმე იმ თვალით, რომ აი რას გავუკეთებდი და გამოვასწორებდი, რაღაც აი პატარა ნაკლი რო დაინახოთ, მგონი რომ თქვენ შეუიარაღებელი თვალითაც უფრო მეტ რამეს ხედავთ. არა, რას გაუსწორებდი ნამდვილად არავის არ ვაკვირდები, იმასაც არ ვაკვირდები, ვინც კონსულტაციაზე მოვიდა და ჩემს გვერდით ზის. რას გაუსწორებდი და რას, აი ეს კითხვა არ მიყვარს პაციენტი, ხშირად მეუბნება, აბა ექიმო, რას გამიკეთებდით? არაფერს არ გაგიკეთებდით, შვენივრად გამოიყურებით, რადგან თქვენ მოხვედით, ალბათ თქვენ თვითონ გინდათ რომ რაღაც გაიკეთოთ. ამიტომ როდესაც სადღაც ვარ, არასოდეს არ უყურებ, ამას გავუკეთებდი, მაგრამ ზოგჯერ აი შემთხვევით რომ რაღაც დავფიქრთები, ვცდილობ გამოვიცნო რა აქვს გაკეთებული. აჰა. ხო, ასევე კონსულტაციაზე პაციენტი რომ მოდის, მე არასოდეს არ ვეუბნები რა უნდა გაიკეთოს ან არა, მაგრამ ვცდილობ გამოვიცნო რისთვის მოვიდა. და ზოგჯერ ხდება რომ ვერ გამოვიცანი, ზოგჯერ ხდება რომ გამოვიცანი თუ სახეზე არის მithლი. მე თქვენგან ხშირად მომისმენია რომ ადამიანი არის ისედაც ძალიან ლამაზი, რომელიც მოდის ჩემთან, მას ამის აუცილებლობა არ აქვს, თუმცა თუ უნდა, კი ბატონო, ესეც დამოკიდებულება. ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ლამაზი.
და ამიტომ არ არის აუცილებელი რომ გაიკეთოს რაღაც პლასტიკური ოპერაცია. აი თქვენთვის რაშია ეს სილამაზე? ჩემთვის სილამაზეა ადამიანი არის უნიკალური ორგანიზმი და ყველა სახე, ყველა სხეული არის უნიკალური. აი ჩემთვის სილამაზე არის ზუსტად ადამიანის უნიკალურობაში, რაც არასოდეს არ მეორდება მთელ სოფლიოში. და აი ეს უნიკალურობა, ეს ჩვენი იდენტობა, ჩვენი სახე თუ ჩვენი სხეული უნდა შევინარჩუნოთ და უნდა გავხდეთ უბრალოდ უკეთესები, ისეთები, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვეწონება სარკეში, მაგრამ უნიკალურობა არის სილამაზე. ამის გარდა სილამაზე ლამაზი ადამიანი, ბედნიერი ადამიანი ყოველთვის ლამაზი არის. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის ლამაზი არის. რატო? იმიტომ რომ უხარია ცხოვრება. ხა ეს სხივი არის რაღაცა, რომელსაც ნაკუთებში არ ესაქმება. რა თქმა უნდა და პლასტიკური ქირურგია ამას არ იძლევა სამწუხაროდ. ანუ თქვენ შეიძლება თუ არ ხართ ბედნიერი გაიკეთეთ ოპერაცია, კი, კარგი შედეგი გაქვთ, მაგრამ ამის გამო ბედნიერი მაინც ვერ გახდები. ამის გამო მაინც ვერ ასხივებ ამ სილამაზეს და სიყვარულს და სიკეთეს და ღიმილს და ასე შე პოზიტივს. ამიტომ ეს არის ზუსტად სილამაზე ჩემი აზრით. თქვენი სიტყვები უნდა ამოვიკითხო. პლასტიკური ქირურგია მედიცინისა და ხელოვნების ჰარმონიული სინთეზია, რომელიც ადამიანების გაბედნიერებას ემსახურება. ჩემი როგორც ექიმის მთავარი მისიაც სწორედ ეს არის. და არაჩვეულებრივი შეგრძნება ალბათ, როდესაც თქვენგან მიდის ადამიანი გალამაზებული და უფრო მეტად გაბედნიერებული, მაგრამ მე მაინტერესებს თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რეალურად რაღაც შედეგის გამო, თუნდაც არ ვიცი, ცოტა სავალალო შედეგი თუ დამდგარა ისეთი, რომ გინანიათ, რომ აირჩიეთ ეს პროფესია, იმდენად გინერვიულიათ. პირველ რიგში მადლობა ციტატისთვის. არ მეგონა რომ ესე ვიღაც კითხულობს და უსმენს ესე დაწვრილებით მადლობა. არა, რომ ინანია ის რომ პროფესია ავირჩიე, ნამდვილად არასოდეს. ყოფილვარ რთულ სიტუაციებში, ყოფილვარ სიტუაციებში, როდესაც ძალიან გადამწვარი და დაღლილი და განადგურებული ვიყავი სხვადასხვა მიზეზების გამო სამსახურში. მაგრამ არა, პროფესიაზე ესე არასოდეს არ მიფიქრე. მე მინანია რომ დავეთანხმე ამ პაციენტს რომ გაუკეთე ეს ოპერაცია, იმიტომ რომ უხსნიდი რომ არ უნდა გაიკეთო, უხსნიდი რატო არ უნდა გაიკეთო, უხსნიდი რომ ცუდი შედეგი გამოვა, ან არ იქნება ისეთი როგორც გინდა, მაგრამ ჩვენ აი როგორ არის იცით, ზოგი პლასტიკური ქირურგი მუშაობს ისე რომ კატეგორიულად უარსეუბნება. მეც კატეგორიულად უარს ვეუბნები, როდესაც ნამდვილად ვიცი რომ არა, მაგრამ ზოგჯერ მე თვითონ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, იქნებ მართლა კარგი გამოვა, იქნებ აი არის ესეთი სიტუაციები, როდესაც ჩვენება არის ოპერაციაზე და იურიდიულად შენ შეგიძლია გააკეთო ეს ოპერაცია, მაგრამ შენ თვითონ მაინც ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული და პაციენტსაც ესაუბრები ისე რომ მოლოდინი არ კონდეს ზედმეტი. და ყოფილა ესეთ შემთხვევები, როდესაც ვინანე რომ ტყუილა გავაკეთე ეს ოპერაცია, თუმცა პაციენტი ბედნიერი იყო ამ მომენტში, მაგრამ მე თვითონ უყურებ და მე ბოლომდე არ მაყოფილი ხო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვინანე რომ კონკრეტულად ამ პაციენტს მისი ფსიქოტიპის გამო მე გავუკეთე ოპერაცია და უბრალოდ ვერ უთხარი უარი. თუმცა ჩვენება არის, ყველაფერი არის, იმიტომ რომ ზოგიერთი პაციენტი არაფასებს შრომას, არაფასებს ამ რისკს. თავის ტკივილს, თავის ენერგიას, გადახდილ თანხას და ყველაფერს არაფასებს და მაგალითად არიცავს შენ რეკომენდაციებს, არ ღვევს რეკომენდაციებს. ან უხეში არის ზოგადად, თავის თავთანაც უხეში არის, ყველასთან უხეშია. ზოგი უზდელია უბრალოდ და ამიტომ ვცდილობ რომ მოვიშორო ახლა, როდესაც არის ახლა, ხო, ასეთი ადამიანები გვხვდება, ეს ძალიან იშვიათი არის. იმდენად ადამიანთან გაგვთ შეხება, რომ რა თქმა უნდა. ხო, ეს მართლა ძალიან იშვიათი არის, მაგრამ დღემდე მე ამას ვხედავ. და არიან ისეთი პაციენტები, რომ ძალიან პრეტენზიულები არიან და იმეორებენ ამ ოპერაციებს, იმეორებენ, განმეორებითად იკეთებენ და მაინც რა შედეგიც არ უნდა იყოს, არ არიან კმაყოფილი. მაგრამ მაინც თქვენთან მოდიან. კი, ზოგადად პრეტენზიულები არიან, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ეს
ნორმალურია, ეს კარგია, იმიტომ რომ მეც ვარ პრეტენზიული ჩემ საქმესთან მიმართ და მეც ვარ პრეტენზიული ჩემ თავთან, როდესაც რაღაც შედეგის დადება მინდა. და არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოდის, ანახებს ჩემ ნამუშევარს, როგორც წესი ისეთ ოპერაციებს ვაკეთებთ, რომ ყოველთვის ვაუ შედეგი არის, რომ მაგარი შედეგია, იმიტომ რომ ძალიან მოშვებული მკერდი, ხშირად ძალიან დიდი მუცელი, ბევრი ცხიმი და მართლა ვაუ შედეგი არის, მაგრამ ასეთ დიდ მასშტაბზე შეიძლება რაღაც პატარა დეტალები არ იყოს ისეთი იდეალური და სანამ პაციენტი ამას ამბობს, ზოგჯერ მე ვასწრებ და მე ვეუბნები, რომ აი ეს ნაწიბური მე არ მომწონს და მოდი გავასწოროთ რა, მოდი აი მე მინდა რომ ჩვენ ნამუშევარზე არ იყოს რაღაც თუნდაც პატარა პრობლემა, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც ზედმეტად ალბათ იდეალი უნდა ზედმეტად და იდეალი არ არსებობს ზოგადად, ხო, მაგალითად მკერდი არის 2. ჩვენ ვეძახით, რომ ერთი ორგანო არ არის, 2-ია, ხო? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სიმეტრიული ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს. მე არ მინახავს სიმეტრიული მკერდი, ალბათ 10,000-ზე მეტი მკერდი მაქვს ნანახი. მაგრამ სიმეტრიული არ იყო არც ერთი, არც ოპერაციამდე და არც ოპერაციის მერე, აი ისეთი რომ გაზომოდა ყველგან იყოს ფოტოშიც სიმეტრიული იყოს, ბიუსგალტერშიც სიმეტრიული იყოს, ასეთი არ არსებობს უბრალოდ და ითხოვენ რომ იყოს სიმეტრია. ხო, და აი ასეთი პაციენტი ზოგჯერ არსებობს, რომ აი როდესაც აი ესე არ ჩანს. მეუბნება, ესე არ ჩანსო კონსულტაციაზე. გავზომეთ მილიმეტრებში ერთნაირი არის. მაგას რა მნიშვნელობა მე ხო არ ვიზომაო. აი მე როდესაც ვდგავარ სარკეში, სადღაც 1 საათის მერე რო უყურებ, 1 საათის შემდეგ, აი ვხედავ რომ აქ არის იღლიაში რაღაცა მოდი ლიმიტი გავაკეთოთ 50 წუთი დღეში უყურე შემკერდ სარკეში 1 საათი არ გინდა, იმიტომ რომ უბრალოდ 1 საათის ყურება კი კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ნორმალურია, როდესაც აღმოაჩენ რაღაც ასიმეტრიას 1 საათი რო უყურებ მკერდს. გახსენდებათ ისეთი პაციენტი, რომელიც ყველაზე ბედნიერი გავიდა თქვენგან, აი დღემდე ამ 15 წელია ხო, რაც პლასტიკური ქირურგი ხართ და აი ამ 15 წლიანი გამოცდილებიდან ესეთი გამორჩეული რა შემთხვევა გახსენდებათ? ასეთი ძალიან ბევრი არის, მართლა ძალიან ბევრია და მადლობა, აქ უნდა უთხრა ყველა ჩემ პაციენტს და ჩვენი კლინიკის პაციენტს ნდობისთვის და მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან მოვიდა, გაიკეთა ოპერაცია. ეს დიდი პასუხისგებლობა არის და ბევრი ბედნიერი პაციენტი მიდის. ასე უყურებ მე ინსტაგრამში ან სოციალებში ზოგიერთი პაციენტი გათხოვდა, ზოგი არ ვიცი, ბედნიერი არის ჩვენგან რომ მიდის ბედნიერი. ხო, რაღაც მეც გრძნობ, რომ რაღაც ალბათ ჩვენც გავაკეთეთ მისი ბედნიერებისთვის. ეხლა მახსენდება პაციენტი რაიონიდან, ეს ქალბატონი და არ ვიცი, მამაჩემთან მოხდა კონსულტაციაზე და უნდოდა სახის აჭიმვა ძაფებით და ლიპოსაქცია და რაღაც, მაგრამ არ ქონდა საშუალება. და მამამ უთხრა, რომ აი ჩემი შვილი არის და თუ გინდა უფასოდ გაგიკეთებს და თან ისწავლის, თან ექიმია უკვე, სპეციალისტია, ლიცენზია აქვს, დამწყებია ქირურგია, მეც გვერდში დაუდგები. და მეც ვიქნები შენსა, კიო, დიდი სიაოვნებით, ოღონდ გამიკეთეთო, ეს ჩემი ოცნება არისო და გავუკეთე ესე პირველად ძაფები გავუკეთე, მერე ლიპოსაქცია ღაბაბის გავუკეთე, მერე ბლეფაროპლასტიკა გავუკეთე, ყველაფერი ძალიან კარგად გავუდგე და ყოველ ჯერზე რაიონიდან მოქონდა ესეთი დიდი პარკები, ყველი არ ვიცი რა არისო იქ, კარტოფილი, ხაჭაპურები, ხაჭო, რძე და მე თქვენ დაგჭირდებოდათ ლიპოსაქცია. ხო, მე სამჭირდა მართლა გავიკეთე მე ლიპოსაქცია. ხო, და ესეთი ბედნიერი პაციენტი მახსენდება, რომელსაც უფასოდ უკეთებდი და მჩუქნიდა იმას, რასაც ნამდვილად დიდი სიავნებით ღებულობდი, იმიტომ რომ დღეს ძირითადად ყველას ვინც ბედნიერი პაციენტია, მე მოდიან, გჩუქნიან რას, ან ვისკის, ან კონიაკს, მადლობა ძალიან დიდი, მაგრამ ესე გავლოცდები მართლა. სოფლიდან ნატურალური პროდუქტი ჩამოგდიოდეთ. ჩემი პაციენტი ამას უსმენს და ფიქრობთ იმაზე, რითი გინდათ მე ვასიავნო.
ნატურალური ყველი სოფლიდან ჩამომიტანე. ანუ რეალურად ამ ქალბატონს ოცნება აუხდინეთ, ესე გამოვიდა, ხო? და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო ეს გამოცდილება. აი თქვენი დაკვირვებით ყველაზე მეტად რა არ მოსწონთ ქალებს საკუთარ თავში? აი დისმორფოფობიის პრობლემას ალბათ ძალიან ხშირად ხვდებით, ხო? კი. დისმორფოფობიას რაც შეეხება, არ მოწონთ ყველაფერი, ოღონდ რიგრიგობით. ჯერ ერთი არ მოწონთ, მერე სხვა არ მოწონთ. პირველ რიგში რასაც ხედავენ, ეს არის სახე, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ჩვენ ხედავთ ჩვენ სახეს. ფოტოში, ან სარკეში, ან რაღაც სიტუაციებში, ხო, პირველი ეს არის სახე. მერე მეორე ეს უკვე სხეული, ქალის სხეულის სიმბოლო, ასე ვთქვათ, ეს ძუძუ არის, რომელსაც აქვს სასწაულის სილამაზე და სასწაული ფუნქციაც დატვირთვაც, ხო, პირველ რიგში დატვირთვა, ხო, როგორ ბუნება, როგორი საოცარი არის, გამოიგონა ძუძუ, რომ ასეთი ფუნქცია და თან ასეთი სილამაზე კონდეს და ხშირი არის, როდესაც ლამაზი ძუძუ აქვს პაციენტს, მაგრამ იმიტომ რომ დისმორფოფობიური სინდრომი აქვს, მოდის რაღაც გასაკეთებლად. და ეს უნდა ამოიცნო, რა თქმა უნდა, და ძალიან რთული არის ამოცნობა ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემის კონსულტაციაზე, ხო? როდესაც ამოიცნობ, მე ფიქრობ, როგორ უთხრა ეს პაციენტს, როგორ აუხსნა, ისე რომ არ ეწყინოს, ისე რომ გაგიგოს და აქ ხანგრძლივი საუბარი ძალიან იმაზე, რომ არა შეხედე სარკეში, ფოტოში, აბა მოდი ფოტოშოპი გავაკეთოთ ძირითადად ხვირზე, ესე არის და რაღაცას რო უხატავ, არ მოწონს, არც ის არ მოწონს. მერე როგორ ახლა შენ თუ ფიქრობ, როგორც ექიმი, რომ არ მოუხდება ეს ოპერაცია, ან ცუდად დამთავრდება, ან კმაყოფილი არ იქნება, რა უნდა ქნა, უნდა ისედაც ყველას უყვებით გართულებებზე და რა რისკები არსებობს, მაგრამ ასეთ პაციენტს კიდევ უფრო მეტად უნდა აჯახო ეს გართულებების თემა, რომ დაფიქრდეს, აიწონოს კარგად მის თავში ღირს თუ არა ამ ოპერაციის გაკეთება. და ქირურგი აჩერებს ამ შემთხვევაში პაციენტს რეალურად. და ყოფილა რომ გადაგიმისამართებიათ ფსიქოთერაპევტთან, როცა ამოგიცნიათ ეს პრობლემა? არა, არ ყოფილა, იმიტომ რომ მეშინია იმისი, რომ პაციენტი არასწორად გამიგებს და მერე მეტყვის, რომ მე პლასტიკურ ქირურგთან მოვედი. საქართველოში ესე არის. საქართველოში ჯერჯერობით რთულია თქვა პაციენტისთვის, რომ გჭირდება ფსიქოლოგი. მაინც სტიგმა. ხო, სტიგმა არის ნამდვილად. თუმცა მემყოლია პაციენტი, რომელიც რამოდენიმე ასეთი პაციენტი იყო, თვითონ პაციენტმა მითხრა, ხო არ მირჩევთ ფსიქოლოგს, აიგო, და ექიმო მე იმდენად გენდობით, რომ ვიცი უკვე, რომ ეს უკვე ზედმეტია და ეს ჩემ თავშია და ვერ გამოსტორდება, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ ფსიქოლოგი. ხო, ანუ როცა ღიაა თვითონ პაციენტი, მაშინ უფრო მარტივად ეტყვა. და ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მაგალითად პარტნიორს მოყავს და თვითონ არ უნდა პაციენტს. რამდენიც გინდათ ესეთი შემთხვევა? ან დედას მოყავს, დედა. პარტნიორს რომ მოყავს, იშვიათია, მართლა. პარტნიორი შეიძლება ზოგჯერ მოვიდეს და უბრალოდ როგორც ხარდაჭერა, ან შეიძლება მის სურვილს ითვალისწინებს პაციენტი, მაგალითად მეუღლის სურვილს ითვალისწინებს და საუბრობენ რა ზომის მკერდი უნდა გავუკეთოთ, ხო? ნორმალურია, რა თქმა უნდა, ჯანსაღია, მაგრამ საბოლოოდ მაინც პაციენტს უსმენ და პაციენტის სურვილს ითვალისწინებ. და ისე რომ დედა მოიყვანა შვილი, ასეთ შემთხვევები მართლა არ არის ცოტა. და აი მართლა არასასიაოვნო არის პაციენტი ზის, ახალგაზრდა გოგო, ცოტა მოშორებით დედა და პაციენტი ჩუმად არის საერთოდ არ საუბრობს. დედა საუბრობს, რომ აი ესე უნდა გავუკეთოთ, ეს უნდა გავუკეთოთ, შეხედეთ ექიმო, ეს ასე რა უშნო აქვს, შეხედეთ ეს უნდა და ესეთი დიდი ხანია უკვე არ ყოლია ასეთი პაციენტი. ბოლო როდესაც ყავდა ასეთი პაციენტი, ესე უსმენდი, თქვენ ნამდვილად გინდათ მე პაციენტს ვესწრო. თან სრულწლოვანი არის, ხო? 25 წლის გოგო მაგალითად. და ამბობს, რომ ხო, აი როგორც დედიკო ამბობს ისე. ხო და მაინც დედა არ ჩერდება, საუბრობს და ვერ ხედავთ, აი ესე მეუბნები, ვერ ხედავთ, რომ
ეს ასე ცუდად აქვს და ეს ესე ცუდად და მეუბნები პაციენტს ბოდიში ერთწავით. თუ შეგიძლია თქვენ აი იქეთ რო გადაბრძანდეთ მეთქი და დედა გვერდში დავისვი და მოდით მეუთხარით თქვენ ეხლა დაგათვალიეროთ და მე არ მიყვარს საერთოდ ზედმეტის საუბარი და აი ასე თქვენ ხომ მკითხეთ რომ ეუბნებით პაციენტს რა აქვს გასაკეთებელი არა. აი ამ შემთხვევაში ვარღვევ ამ წესს და სარკეს ვაძლევ და აი შეხედეთ თქვენ გაქვთ აქ ზედმეტი კანი, თქვენ გაქვთ წარბი ესე, თქვენ ფეისლიფტინგი გჭირდებათ, რინოპლასტიკა გჭირდებათ, ბლეფაროპლასტიკა გჭირდებათ. ხომ არ ჯობია მეთქი ჯერ თქვენ თავით დაიწყოთ და მერე უკვე სხვაზე იფიქროთ მეთქი. ნამდვილად ჯობია. ესეთი შემთხვევები არსებობს კი. იცით რა მაინტერესებს, აი ყველაზე უცნაური ოპერაცია რა გაგიკეთებიათ? თუ არსებობს საქართველოში, არ ვიცი დღეს თუ კეთდება, მაგალითად სქესის შეცვლის ოპერაცია. აი პირველ რიგში ეს მახსენდება ყველაზე ისეთ შემთხვევაზე, როცა ვსაუბრობთ. ალბათ რთულ და ცოტა უცნაურ. მართლა რთული არის ტექნიკურად ეს ოპერაცია, რთული არის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ასევე პაციენტის. მე არასოდეს არ გამიკეთებია მსგავსი ტიპის ოპერაციები, უბრალოდ ჩემი სპეციფიკა არ არის. და საქართველოშიც ადრე კეთდებოდა, მაგრამ თუ არ ვწდები შარშან 2025 წლის თუ არ ვწდები თებერვალს მიიღეს ახალი კანონი და საქართველოში აკრძალულია ყველანაირი ტრანსგენდერული ოპერაციების გაკეთება. ანუ არა მხოლოდ სქესის შეცვლა, არ შეიძლება მაგალითად მამაკაცს რომ გაუკეთო ძუძუს გადიდება, სილიკონის იმპლანტები და ასე შემდეგ. ანუ არანაირი ტრანსგენდერული ოპერაციების ფემინიზაცია მოკლედ არ შეიძლება მამაკაცის და მუსკულინიზაცია არ შეიძლება ქალის და ეს ისჯება კანონით. თუმცა საქართველოში არის კლინიკები, მე ვიცნობ ექიმებს, ვისაც გაუკეთებია ადრე, სანამ კანონი ასეთი მიღებული იყო და საკმაოდ წარმატებით. კი. და თქვენს პრაქტიკაში ყველაზე უცნაური ოპერაცია რა გაგიკეთებიათ? მე ვცდილობ, რომ უცნაური ოპერაციები საერთოდ არ გავაკეთო ხოლმე. ვაკეთებ იმ ოპერაციებს, რომელსაც ხშირად ვაკეთებ, რომელიც მე მომწონს, რომელიც მე გამომდის, იმიტომ რომ არის ოპერაციები, რომელიც მე უბრალოდ არ მომწონს. ну მაგალითად ეს არის ბულხორნის ოპერაცია, lip lift-ი, როდესაც აქ იკვეთება კანი და ზედატუჩი იწევა ზემოთ. ბევრი აკეთებს ამ ოპერაციას, ბევრი არ აკეთებს ქირურგი, იმიტომ რომ რაც არ უნდა ლამაზი ნაკერი დაადო, მაინც ჩანს ეს ნაკერი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დამოკლდეს ეს მანძილი და დაკარგოს პაციენტმა თავისი ბუნებრივი სახე და არ ჩანს. ან ბიშექტომია არ მომწონს მაგალითად ეს ბიშას ბურთულების ამოღება. იმიტომ რომ ადრიანი დაბერების პროცესები ხდება, როდესაც ჩვენ ვიღებთ ასეთ მოცულობას ლოყიდან, აქ სიცარიელე რჩება და პტოზი უფრო მალე ვითარდება. მაგალითად ასეთ ოპერაციებს მე არ ვაკეთებ. არ მიყვარს ფემოროპლასტიკა და ბრახიოპლასტიკა. ფემოროპლასტიკა ეს ბარძაყების შიდა ზედაპირების აკაჩვა, ქირურგიულად ესეც განაკვეთს მოითხოვს და რაც არ უნდა ლამაზად გაიკეროს, მაინც ჩანს. ანუ მე მიყვარს პროგნოზირებადი ოპერაციები. აი მე რო კარგად გავაკეთე, მეტი შანსი არის რომ ასევე კარგად შეხორცდება. და ზოგი ოპერაცია ისე არის რომ თუნდაც ძალიან კარგად გააკეთე, მაგრამ მაინც შეიძლება ცუდად გამოვიდეს. უცნაური ოპერაციები უნდა გავიხსენო ახლა უცნაური ოპერაცია. ხო, ძალიან საინტერესო. უცნაური პაციენტია ბევრი. უცნაური ოპერაცია ახლა გამახსენდა. ჩემ შვილს გაუკეთე უცნაური ოპერაცია. ჩემმა შვილმა სკოლაში დაეცა სადღაც 3-4 წლის წინ და მოიკბიჩა ენა. ენის ბოლო 2 სანტიმეტრი ალბათ და ესე გასისხლიანებული მოვიდა ჩემთან კლინიკაში დამირეკეს სკოლიდან, მე ვთხარი მომიყვანეთ სასწრაფოდ და თავის მასწავლებელთან ერთად, მასწავლებელი ტირის, ჩემი შვილი ტირის, სისხლი მოდის, შოქშია რა თქმა უნდა. მე ამ დროს სხვა პაციენტი მყავს. ჩემი შვილი პალატაში მასწავლებელთან ერთად, ექთნებთან ერთად დავამშვიდეთ და სანამ ის ოპერაცია არ დავასრულე, რომელზეც მუშაობდი, დავასრულე ეს ოპერაცია, მერე დაუბრუნდი ჩემ შვილს და გავუკერე ენა, რომელიც აი ბეწვზე იყო, ესე დაფიქსირებული და
პირველად ცხოვრებაში გავკერა ენა, იმედია აღარ დამჭირდება არასოდეს ასეთი ოპერაციის ჩატარება და ძალიან კარგად შეხორცდა სხვათა შორის, უცნაური. ისე ოჯახის წევრებზე ოპერაციის ჩატარება, როგორც ვიცი, რეკომენდებული არ არის, ხო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საქართველოში ასეთი რეგულაციები არ არსებობს, მაგრამ მაგალითად ავსტრალიაში, შვეიცარიაში, თუ არ ვცდები ნორვეგიაში, შვედეთში, ზოგიერთ ქვეყნებში პირდაპირ აკრძალულია, რომ ექიმმა უმკურნალოს თავის ოჯახის წევრს, ან ქირურგმა გაუკეთოს ოპერაცია ოჯახის წევრს, ან დას, ძმას, დედას, მამას, მეუღლეს, იმიტომ რომ ხო ითვლება, რომ ფსიქოლოგიურად იმდენად დაძაბული არის ერთიც და მეორეც, რომ არ უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია. საქართველოში არ არის ასეთი რეგულაცია და გამიკეთებია ოპერაციები ჩემი ახლობლებისთვის კი ბევრი. ხო, ანუ გაგიკეთებ, იმიტომ რომ ეს ხო გადაუდებელი შემთხვევა იყო, მაგრამ დაგეგმილოდაც რომ გთხოვოთ, გაუკეთებთ ოჯახის. ყოველთვის რა თქმა უნდა, როდესაც პაციენტი უკვე საოპერაციო მაგიდაზეა, იმ მომენტში იმდენად ფოკუსირდები საოპერაციო არეზე, რომ არ გაინტერესებს ვინ წევს საერთოდ საოპერაციო მაგიდაზე. შენი ახლობელი არის თუ სხვა ადამიანი არის, პრეზიდენტი არის თუ ჩვეულებრივი ადამიანი არის, არ აქვს მაგას არანაირი მნიშვნელობა, იმიტომ რომ იმ მომენტში არ გაინტერესებს უბრალოდ ეს ყველაფერი, გაინტერესებს მისი ან ცხვირი, ან მკერდი, ან ეს მუცელი, ან კონცენტრირებული ხარ მთლიანად ამაზე. იმ წერტილში გაქვს ფოკუსირება. ამიტომ ჩემთვის პირადად ეს პრობლემა არ არის. თუმცა, როდესაც ახლო ადამიანი ასე მთხოვს ოპერაციას, ვცდილობ რომ გადავადება მოხდეს ამ ოპერაციის და ვეუბნები ეხლა არ მცალია და მერე ჩაგწერდა რა თქინდა ისედაც ლამაზი ხარ და იქნებ გადაიფიქრო სამ დროში ხო და მართლაც ყოფილა ესეთი შემთხვევები მაგალითად დედაჩემი თხოვდა მამაჩემს ფეისლიფტინგის სახის აჭიმვის გაკეთება ალბათ 20 წლის განმავლობაში და მამაჩემმა აი ასე არ გაუკეთა არ ერთხელ ჩაწერა და ავად გახდა, ვითომ ავად გახდა თუ მართლა ავად გახდა, აღარ მახსოვს უკვე, მაგრამ გადაიდო ოპერაცია და საბოლოოდ დედაჩემი ახლა უკვე 75-ის გახდება მალე და ბედნიერია რომ არ გაიკეთა ეს ოპერაცია. ხო არა? ხო. სხვათა შორის ეს დიდი რიგები, რომელიც თქვენთან არის, ალბათ რაღაც მხრივ კარგია, იმიტომ რომ ნამდვილად ვისაც უნდა ის მოიცდის და ვისაც შეიძლება რაღაც იმ მომენტში პატარა ცდუნება ქონდა გადაიფიქრებს. კი, ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ პაციენტი ეძებს წინასწარ ინფორმაციას უფრო მეტს, მომზადებული მოდის უფრო, შეიძლება მოასწროს სხვა ექიმებთან კონსულტაციის გავლაც და მეც ეს მიყვარს რატომაც არა. რაც უფრო მეტ ინფორმაციას შეკრიბავს პაციენტი, მით უკეთესია. შეიძლება საერთოდ გადაიფიქროს ოპერაციის გაკეთება და ვერიქით. ყველაზე კარგი ოპერაცია ის არის, რომელიც არ შესრულდა, რომელიც არც დაწყებულა. ხო, რომ შეიძლებაოდეს ოპერაციების გარეშე ცხოვრება, რა კარგი იქნებოდა. მეც ამას ვამბობ პლასტიკური ქირურგი. დღესდღეობით გეცოდინებათ, რა თქმა უნდა, ალბათ გაჩვენებენ კიდეც, რომ აი ფილტრში როგორც გამოვიყურებით, თუ ვთქვამთ, რომ ეგრე გამოვიყურებოდა, იმიტომ რომ განსაკუთრებით TikTok-მა წამოიღო ჩემი აზრით ეს ტენდენცია, იმიტომ რომ არ ვიცი გაქვთ თუ არა, მაგრამ ესეთი ფუნქცია აქვს retouch-ს აკეთებს, ანუ ავტომატურად როცა შენ რთავ, ამ ობიექტივში ჩანხარ, უკვე გალამაზებული, რომც არ მიაჭირო ფილტრს და კანი არის ერთ ფერში, ცხვირი არის დაპატარავებული, სახე არის შევიწროვებული და სადმე შემთხვევით თუ გაგეთიშა ეს ფუნქცია უცებ, აი ცოტა შოკში ვარდები, რომ შეიძლება შეგეშინდეს საკუთარი თავის იმდენად იქ სულ სხვანაირი ჩანხარ. ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მოდიან და გეუბნებიან, რომ აი აქ როგორიც ვარ, ეგეთი მინდა ვიყო. თქვენ გამოგიყენებიათ ასეთი ფუნქცია? ფილტრი? რა თქმა უნდა, კი. და როგორ გძნობთ თქვენ თავს, როდესაც ეს ფილტრი ხან არის, ხან არ არის. სუდად ძალიან. ეჩვევით მე ამ ფილტრს ალბათ, ხო და ცდილობთ რომ თქვენი თავი დაინახოთ ამ ფილტრის მეშვეობით, ხო? ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ერთხელ თუ გამოიყენებ, მე რაღაცნაირად იმდენად მოგწონს იქ როგორიც ჩანხარ, რომ მე ძალიან დიდ კონტრასტს ხედავ. შეიძლება საერთოდ რო არ შეგიმჩნევია საკუთარ თავზე რაღაც ნაკლი, იმან რო გაგისწორა, მე დააფიქსირო, რომ უი, თურმე ეს ესე ჯობია და რეალურად ეს ხო ძალიან არაჯანსაღია. ნახეთ, ასეთი ბევრი პროგრამა არსებობს ახლა TikTok-შიც და სხვა სოციალებში, ამის გარდა
ბოლო ვერსიები iOS-ის, Apple-ის უკვე ხელოვნური ინტელექტი ასევე აუმჯობესებს ფოტოებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უბრალოდ iPhone-ზე. ანუ ძალიან ცოტათი, მაგრამ უკვე მუშაობს, უკვე ასეთი ფუნქცია არსებობს. ხო, რომ გამოაჩინოს ყველა კადრიდან ყველაზე ლამაზი კადრი. რა თქმა უნდა, ამას თვალი ეჩვევა და შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივი სარკის აქტუალობა საერთოდ დაიკარგოს და ჩვენ თავს შევხედავთ მხოლოდ ვიდეო თვალით და ეკრანით, ხო? ეს სერიოზული დატვირთვა არის ადამიანის ფსიქიკაზე, რა თქმა უნდა. უმართავი არის ფაქტიურად ამ მომენტში ადამიანის ფსიქიკა და არ ვიცი როგორ მუშაობენ ამაზე ფსიქოლოგები, მაგრამ ისედაც არსებობს დისმორფოფობიის რისკები, ხო? და ეს კიდევ უფრო გაზრდის დისმორფოფობიის პრობლემებს მთელ სოფლიოში. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის რომ მიიღო ისეთი შედეგი, როგორიც ფილტრში არის. და ზოგი პაციენტი მოდის ზუსტად ამას ითხოვს. მაგრამ ეს შეუძლებელი არის და პირდაპირ ვეუბნები პაციენტს, რომ არასწორი მისამართით მოხვედი, იმიტომ რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. მაინც ისეთი ვერ გამოვა, რაც არ უნდა გააკეთო. ხო, შეიძლება კომპლექსი ოპერაციების დაგეგმო, კომპლექსი პროცედურების შემდგომ შეიძლება არ ვიცი 5 წელი იყო ჩართული ამაში, მაგრამ მაინც შეიძლება ის ვერ გამოვიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე ვართ ცოტათი სხვანაირები. შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძეთ და თითქოს მოგწონს ჩვენი თავი სარკეში, მაგრამ სხვა დღეს გავიღვიძეთ და უფრო რატომღაც გვეჩვენება რომ უფრო სუქანი ვარ. ხო, ორგანიზმი ახან შეშუპებარი, ხან ნაკლები გზინავს, ხან მეტი, ხო? ხო, ვერ გამოვიძინე, ცუდად გამოვიყურები მარილიანი მივირთვი წინა დღეს, ცუდად უფრო შეშუპებული ვარ, ხო? ანუ ბევრი ჩვენი ორგანიზმი დინამიური არის ძალიან. რინოპლასტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, ხო, ოპერაციებს შორის. ბევრ ადამიანს აქვს შიში ოპერაციის და სანამ ოპერაციამდე მივა არის ალტერნატივები, რომელსაც ვირჩევთ, ხო? ესეთი არის მაგალითად ეგრეთ წოდებული ფილერი, ბუნებრივი შემავსებელი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. თუმცა ექიმებისგან და კომპეტენტური ადამიანებისგან მუდამ გვესმის, რომ ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. და მინდა რომ ვისაუბროთ ამაზე, რეალურად რამდენად საშიში ამის გაკეთება და შეიძლება თუ არა, რომ ამ ხერხს მივმართოთ. სტატისტიკა ძალიან საინტერესო რაღაც არის. მოდით დავიწყოთ კლასიკური რინოპლასტიკის სტატისტიკაზე. აი წარმოიდგინეთ, რომ სოფლიოში ყოველი მეხუთე რინოპლასტიკა არის განმეორებითი. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლიო სტატისტიკით საშუალოდ 25% ყველა პაციენტების, ვინც გაიკეთა რინოპლასტიკა, არ არიან კმაყოფილები თავის შედეგით, ხო? უზარმაზარი ციფრი არის. სოფლიოში ყოველწლიურად კეთდება სადღაც 300,000, 350,000 რინოპლასტიკა ქირურგიული და 25% არ არის ბოლომდე კმაყოფილი. ეხლა რაც შეეხება ფილერს. ფილერის კმაყოფილება უფრო კარგია, პროცენტი უფრო კარგია, 25% არ არის, იმიტომ რომ თუ სწორი ჩვენებით გაკეთდა ძალიან მარტივი პროცედურა არის ტექნიკურად და პირდაპირ რასაც პაციენტს უნდა ის შეიძლება გამოიყვანო იმ მომენტში, მაგრამ აქვს თავისი სხვა რისკები. თუმცა ისევ რინოპლასტიკის რისკი არ არის მხოლოდ განმეორებითი ოპერაცია. რინოპლასტიკის რისკები ბევრი არის. ეს არის ანაფილაქსიური შოკი, ალერგიები, ტრომბოზები, სისხლის დანაკარგი, სიკვდილი, ემბოლიზაცია, რამდენიც გინდათ, ხო? ოპერაცია არის და ასეთი შემთხვევები მთელ სოფლიოში აღწერილი არის. თუ, მადლობა ღმერთს, ასეთი შემთხვევები ჩვენ არ გქონია, მაგრამ საქართველოშიც ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი გარდაიცვალა რინოპლასტიკის ოპერაციის დროს, ან რაღაც გართულდა ოპერაცია და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ინიექციებს. ყველაზე ცუდი გართულება ფილერის ცხვირის არეში ეს არის დაბრმავება. ან ერთ თვალზე, ან აღწერილი არის უკვე ორივე თვალზე დაბრმავება და აღწერილი არის უკვე
მე მაქვს 2024 წლის მონაცემები, 2024 წლის მონაცემების მიხედვით 2 სიკვდილი არის აღწერილი ფილერის შეყვანის მომენტში, ხო? ანუ მოხდა ემბოლიზაცია სისხლძარღვის და მე ეს ფილერი სად წავიდა ღმერთმა იცის ტვინში, თვალში თუ სად მოხდა, ხო? ეს 2-3 შემთხვევა სიკვდილიანობის ეს იყო ინდონეზიაში და ერთი თუ არ ვცდები კორეაში. ამაზე სტატიები იყო დაწერილი. და დაბრმავების შემთხვევები გაცილებით მეტია. რატო ხო ეს ხდება? იმიტომ რომ ფილერი ხდება სისხლძარღვში, რომელიც დაკავშირებული არის თვალთან და უბრალოდ აჩერებს სისხლის მიმოქცევას თვალის მიმართულებით და თუ ეს ფილერი არ დაიშალა უახლოეს 9 საათში 40 წუთში პაციენტი რჩება ასეთი დაზიანებით და ანუ არაფერი აღარ შველის, არაფერი არ შველის. შენ გაქვს 9 საათი 40 წუთის რომ დაშალო ეს ფილერი. რომ დაშალო ეს ფილერი, უნდა გაკეთდეს რეტრობულბარული ინიექცია, ეს როდესაც თვალის უკან უნდა შეხვიდე კანულით ან ნემსით, თვალის უკან, წარმოიდგინეთ და იქ შეიყვანო ჰიალურონიდაზა, ეს არის დამშლელი პრეპარატი, რომელიც დაშლის იმ ფილერს და გაანთავისუფლებს სისხლძარღვს და აღდგება სისხლის მიმოქცევა და პაციენტს დაუბრუნდება ეს ფუნქცია. ეს უშუალოდ პროცესში ხდება დაბრმავების შემთხვევაში თუ შეიძლება სახლში წახვიდე და მერე დაგენ. უშუალოდ იმ მომენტშივე, რომ ფილერის შეყვანის მომენტში ეს ხდება. რატო? იმიტომ რომ შეიძლება ექიმი სისხლძარღვში არც მოხვდა. შეიძლება სისხლძარღვი მაგალითად ინიექციების ჯერ ჩხვლეტის დროს დაზიანდა, მაგრამ იმდენად პატარა სისხლძარღვი არის, რომ უბრალოდ ექიმი ამას ვერ ხედავს და ანატომიურად იქ შეიძლება არც იყოს რეალურად, მაგრამ იმ პაციენტის შემთხვევაში არის ატიპიური ანატომია და იქ იყოს სისხლძარღვი. ანუ დაარღვია ეს სისხლძარღვი მაგალითად და შეყავს ფილერი სადღაც გვერდით. და მაღალი წნევის გამო, იმიტომ რომ აქ რო შეყავს ფილერი, ხო, ქსოვილები, რა თქმა უნდა, იქ წნევა იზრდება და შეიძლება დიფუზიით ეს ფილერი მოხდეს სისხლძარღვში და წავიდეს თვალთან. ანუ ძალიან საშიშია რეალურად. რატო არ იკრძალება ეს პროცედურა? არ იკრძალება, იმიტომ რომ სოფლიო სტატისტიკა გვეუბნება, რომ ეს არის ძალიან იშვიათი. თუ არ ვცდები, ბოლო სტატისტიკით იყო 1/14,000-ზე. ასეთი შემთხვევები კონკრეტულად ცხვირის ზონიდან მომხდარი. და ამიტომ იმდენად იშვიათი არის, რომ არ იკრძალება. თან არსებობს მკურნალობა ამისი. მაგრამ თქვენ რო აიღოთ კომპანიები, რომელიც ან დისტრიბუტორი არის, ან მწარმოებელი ფილერის, ყველა კომპანიას, სერიოზულ კომპანიას აქვს თავისი on-label ტექნიკები, ანუ ოფიციალურად ამ კომპანიის მიერ დაშვებული ტექნიკები. და ძირითადად ეს ტექნიკები ეხება ტუჩებს, ყრიმალებს, შუბლს, ანუ ყველა ზონას და ცხვირზე on-label ტექნიკები არც ერთ ნორმალურ კომპანიას არა, საერთოდ არც ერთს არა აქვს, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ აქ არსებობს ასეთი ძალიან ცუდი რისკი, ხო? ამიტომ რაც კეთდება ბოდიში ცხვირზე, ეს ყველა არის საავტორო მეთოდი, ასე ვთქვათ, იმ ექიმის თვითონ რაც ისწავლა, ან off-label ტექნიკა არაოფიციალური. მე ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოსმეტოლოგი აკეთებს ამას. შეიძლება არ იყოს კომპეტენტური ექიმი და გქონდეს მაგალითად თავის კაბინეტი, აი სადარბაზოებში რო კოსმეტოლოგები არიან, იქაც შეიძლება რომ მიხვიდე და გაგიკეთებენ ამ პროცედურას და სინამდვილეში როგორი საშიშია. სამწუხაროა, ეს კიდე სხვა თემა არის, როდესაც არაექიმი კოსმეტოლოგი უბრალოდ საერთოდ რომ არ აქვს არანაირი კავშირი მედიცინასთან და უბრალოდ იმიტომ რომ მოწონს კოსმეტოლოგია, აკეთებს ინიექციას. გაიარა რაღაც კურსები, ონლაინ კურსები ერთთვიანი კოსმეტოლოგიის და YouTube-ში რაღაც ნახა, სადღაც რაღაც წაიკითხა და სახში აკეთებს ამ პროცედურებს. რამდენიც გინდათ, სამწუხაროდ საქართველოში ასეთი შემთხვევები არის. უკვე არის საქართველოში ოფისები, კლინიკა ამას არ ქვია, რომელიც არის co-working space-ი. ანუ მართლა ესეთი არის, მე ვიცი, რამოდენიმე არის ასეთი თბილისში, ანუ არის სივრცე, როგორც ოფისი, ამ ოფისებში არის კაბინეტები, არის სავარძელი და ყველაფერი, რაც გჭირდება და
კოსმეტოლოგს თუ ექიმს თუ არა ექიმს თუ ექთანს შეუძლია დაიქირავოს ესეთი კაბინეტი საათში 10 ლარად, მოიყვანოს იქ თავის პაციენტი და გაუკეთოს იქ პროცედურა. ეს ცუდად დამთავრდება. იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო, მაგალითად რუსეთში, იქ ძალიან ბევრი იყო ასეთი coworking space-ები, უამრავი გართულებები, უამრავი პრობლემები, უამრავი кейსები, სიკვდილიანობა, დაბრმავება რა არისო და ეხლა არ იციან რა ქნან და ჩვენ იქნებ ეს არ დავიწყოთ საერთოდ, რომ იგივე პრობლემას არ ხო. არა, მართლა წარმოუდგენელია, ძალიან შემეშინდა, ეხლა რაც მოვისმინე და ფილერი არ უნდა გავიკეთოთ, მაგრამ ძაფებითაც ხო შეიძლება ცხვირის მოდელირება. ფილერზე დავასრულოთ, მოდით, არსებობს ტექნიკები, კანულით შეყვანა უფრო უსაფრთხო ითვლება, თუმცა მაინც არსებობს ასეთი რისკები. და უნდა გაკეთდეს, იქ არის 3 მომენტი მნიშვნელოვანი, რომ პრევენცია მოხდეს. არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ მაინც კანულა, მაქსიმუმ 0.3 მილილიტრი ფილერის და აუცილებლად ასპირაციული სინჯი, ეს როდესაც სანამ შეიყვან ფილერს, ეს შპრიცი უნდა გამოკაჩო უარყოფითი წნევა შექმნა შპრიცში და თუ შპრიცში არ არის სისხლი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხარ უშუალოდ სისწარხში. ეს 3 წესი თუ დაიცავი, მინიმალური არის ასეთი რისკი, მაგრამ მაინც არსებობს, ხო. რაც შეეხება ძაფების მეთოდს, რა თქმა უნდა, ძაფებს ასეთი რისკი არ აქვს, იმიტომ რომ ძაფები არ არის შემავსებელი, ეს არის მკვრივი მასალა, სისწარხში ვერ მოხდება და ამიტომ დაბრმავება ძაფების შემდეგ უბრალოდ არც აღწერილი არ არის, უკვე ათასობით გაკეთებული პროცედურებია და არც თეორიულად შეუძლებელი არის. ძაფებს თავისი რისკები აქვს, მაგალითად, ინფიცირება, დაჩირქება, იმიტომ რომ უცხო სხეული არის, შეიძლება პაციენტმა ვერ მოუაროს, იქ შეიძლება მოხდეს მაკიაჟი, მაგალითად ტონალური კრემი, სადაც ჩხვლეტა არის, იგივენაირი რისკი აქვს ფილერს. ძალიან ხშირად პაციენტს უნდა რომ დაფაროს ეს ინიექციები და თუ სილურჯეა ან რაც ახალგაკეთებულზე. პროცედურის შემდეგ იმ 10 წუთში და 9 საათში და თუნდაც პირველი 1 დღე და 3 დღე არ ღირს დაფარვა, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი მოხდეს, მიემაგროს ამ ფილერს და დაჩირქდება ყველაფერი. დახურული მეთოდის ტარდება ხო რინოპლასტიკა ეხლა, რა განსხვავება არის ძველ მეთოდსა და ამ მეთოდს შორის? ქსოვილის მოცილება არ ხდება და ის ეკეთდება, თუ რა განსხვავება? აი პაციენტისთვის რა კომფორტია? ქირურგიული რინოპლასტიკა არსებობს ღია წესით და დახურული წესით, თუმცა დღეს უკვე მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადრე იყო დებატები, დახურული წესი ჯობია, ღია წესი ჯობია, ღია წესი ნიშნავს გარედან განაკვეთი, ცხვირი იხსნება და ქირურგი ხედავს ყველაფერს და დახურული წესი გარედან განაკვეთის გარეშე და ქირურგი არ ხედავს რეალურად სტრუქტურების შიგნით როგორია, მხოლოდ გარედან ხედავს რა შეიცვალა. მაგრამ დღეს რეალურად უკვე საკითხი ასე არ დგას. ღია წესი ჯობია თუ დახურული, ყველაფერი ჩვენების მიხედვით. არის ცხვირი, რომელიც შეგიძლია დახურულით გააკეთო, არის ცხვირი, რომელიც ჯობია გააკეთო ღია წესით, იმიტომ რომ დახურულით ვერ მოაგვარებ ყველა იმ პრობლემას, რაც აქვს იმ ცხვირს. და რა შემთხვევაში გიწევთ ხოლმე, ვიცი რომ ხრტილის აღება გიწევთ სხვა ძვლიდან, მაგალითად ნეკნიდან, ხო? ეს რა შემთხვევაში ხდება საჭირო? ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დეფიციტი არის ხრტილების, მაგალითად ტრავმირებული ცხვირი და უბრალოდ პაციენტს არ აქვს ცხვირში იმდენი რაოდენობა ხრტილის, რომ მივიღოთ ლამაზი ფორმა და გვჭირდება დონორული ადგილი, რომ ეს სტრუქტურა ავაშენოთ და შევქმნათ ლამაზი ფორმა. ან როდესაც მეორადი ცხვირი არის, მაგალითად გაკეთდა რინოპლასტიკა, ქირურგმა მოკვეთა იქ ხრტილები, ხშირად ხდება ჩვეულებრივი სეპტოპლასტიკის შემდეგ. აი, როდესაც გამრუდებული ცხვირი აქვს პაციენტს და უბრალოდ ზგიდე და იმ ზგიდეს ქირურგი ვერ ასწორებს, უბრალოდ მოკვეთავს ხოლმე. ძველი მეთოდი ესე იყო, რომ მოიკვეთოს გამრუდებული ნაწილი ხრტილის და დავტოვოთ ესე უფრო კარგად, რაც უფრო ცოტა ხრტილი ექნება ცხვირში პაციენტს, მით უფრო მეტი თავისუფლება ექნება, მით უფრო კარგი სუნთქვა ექნება. არა, ეს ასე არ მუშაობს. ხრტილის რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ცხვირის სტრუქტურა
ცხვირის ძირითადი სიძლიერე დაეყრდნოს ამ ხრტილზე. თუ არ არის ეს ხრტილი უნდა იყოს. ამ შემთხვევის გამოსასწორებლად შეიძლება დაგჭირდეთ ამის გაკეთება, ხო? მეორადი რინოპლასტიკები ან პოსტტრავმული რინოპლასტიკი. აჰა. ასევე ლიპოსაქცია ძალიან მოთხოვნადი ხო დღეს თქვენთან და ლიპოსკულპტურა ასევე. ეს ლიპოსკულპტურა როგორც მესმის ნიშნავს იმ ამოღებული ცხიმით შემდგომ უკვე სხვა ნაწილების გავამაზებას, ხო? ძირითად შემთხვევაში ჩვენ გვენანება ცხიმის გადაგდება და ამიტომ ყოველთვის მოიძებნება რაღაც ადგილები, სადაც შეიძლება შეიყვანო ეს ცხიმი და გაალამაზო. ლიპოსკულპტურა არის ოპერაცია, როდესაც უყურებს ზოგადად სხეულს როგორც სკულპტურას და გინდა გამოიყვანო ლამაზი, გამოძერწო და მიიღო ლამაზი გადასვლები. შეიძლება არც დაგჭირდეს ცხიმის შეყვანა, მაგალითად, თუ დუნდულო უკვე არის კარგი ფორმის, მაგრამ დუნდულოს გარშემო არის ბევრი ცხიმი, წელის ზონაზე, გალიფეზე, მუცელზე და ასე შემდეგ, შეიძლება დუნდულოს საერთოდ არც შეეხო და გარშემო აიღო ცხიმი ისე, რომ დუნდულო გამოჩნდეს უფრო პროეცირებული, უფრო გვალი უფრო ლამაზი. ხო, მაგრამ ეს ლიპოსაქციაც ხო სწორად უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს და რისთვის არის დანიშნულება, ხო? იმიტომ რომ ამ ბოლო დროს შემხვედრია ისეთი გოგოები, ჩემმა ორმა მეგობარმა გოგომ, რომლებიც არიან ძალიან კარგად გამოიყურებიან და გამხდრები არიან და ვერ შეამჩნევ ვერაფერს ედმეც, ამბობენ რომ მე მინდა ლიპოსაქცია ფეხებზე. და ეს ნიშნავს იმას, რომ აი ოდნავ რო უჩქმით, კანი რო არის, გონიათ რომ არის ცხიმი. ხო, და ესეც რო ავხსნათ, რომ ლიპოსაქცია რა შემთხვევაშია გამართლებული და ამასაც რა გართულებები შეიძლება რისთვის არის ცუდი? არის რაღაც ცხიმის უჯრედებისთვის ეს ცუდი შეიძლება ნეგატიური გავლენა. ცხიმის უჯრედებისთვის ცუდი თუ იქნება ძალიანაც კარგი. ცხიმის უჯრედი დიდი რაოდენობით არ გჭირდება ნამდვილად. ლიპოსაქციისთვის არსებობს ჩვენება. ეს არის ზედმეტი ლოკალური ცხიმი. პირველი ის მომენტი არის, რომ ჭარბწონიან პაციენტს, ან ვისაც აქვს სიმსუქნე, როგორც დიაგნოზი, ასეთ პაციენტს სასურველია, რომ არ გაუკეთდეს ლიპოსაქცია. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ლიპოსაქცია არ არის წონის კლების მეთოდი. ასევე იმ პაციენტს, რომელიც არის გამხდარი და პინჩ ტესტი არის აი ესე, რომ მოვკიდოთ ორი თითით აი ესე, რაც ხელში გვხვდება, ეს არის კანიდან კანქვეშა ცხიმი. ესე ხელში არასოდეს არ მოხვდება კუნთი მაგალითად, ხო? აი პინჩი მე მაქვს ახლა ალბათ 9 სანტიმეტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ზონა არანაირად არ გამოდგება ლიპოსაქციისთვის. მაგრამ პინჩი აქ რო ავიღო, აი აქ. ხო? აქ ახლა ალბათ პინჩი კი მაქვს 3 სანტიმეტრი და ეს 3 სანტიმეტრი შემიძლია მოვაშორო ლიპოსაქციით. მინიმუმ უნდა იყოს 2 სანტიმეტრი პინჩი, ანუ კანქვეშა ცხიმის, რომ ყველამ დაიწყო ახლა თავისი პინჩის. დასწრებულ ეკრანთანაც ეხდება. აბა ნახეთ თქვენი პინჩი შეამოწმეთ ყველგან, ხო და აი ასევე თქვენ მეგობრებს, ვინც ამბობს, რომ აი ფეხი მაქვს სუქანი, ხო? აბა აიღეთ ესე, რასაც მოკიდებთ ხელს, ეს არის ზუსტად კანქვეშა ცხიმი. ხო. და ესე თუ მოკიდეთ და გაზომეთ რამდენი არის სისქე, თუ ეს არის 2 სანტიმეტრზე მეტი, მაშინ ღირს შეიძლება გაკეთდეს ეს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგ ადგილებში კანი სქელია. ხო. ზოგი ადგილი, მაგალითად ზურგზე, აი აქ მარტო კანის პინჩი უკვე 1 სანტიმეტრი არის, ანუ თუ 2 სანტიმეტრი არის პინჩი ზურგზე, ნუ აზრი არა აქ. ხო. ანუ რეალურად უფრო მეტად გამართლებულია მე როგორც ხვდები, როცა წონა უკვე დაკლებული გაქვს ალბათ ყველაფერი სცადე და გრჩება რაღაც ზონაზე, უფრო გვერდებზე არის ხოლმე, ხო ეს? როდესაც გაქვს სტაბილური წონა. ხო. ანუ შენ ხარ შენ გრძნობ თავს კომფორტულად შენ წონაზე, შენ გინდა რომ ამ წონაზე იყო, მაგრამ არ მოგწონს გვერდები, არ მოგწონს გალიფე, არ მოგწონს მუცელი მაგალითად და ან ღაბაბი და გინდა მოიშორო ეს ყველაფერი. ხო. ბატონო კოტე, გაახალგაზრდავებაზე რო გადავიდეთ, მაინტერესებს არსებობს ორი მოსაზრება გავრცელებული, რომ ბოტოქს რაც შეეხება და ფილერებს, როდესაც ჯერ ახალგაზრდა ხარ, ხა ხო ყველა ამბობს, რომ 25 წლის ასაკიდან ვიწყებთ დაბერებას. ეს არავის არ გვიხარია, მაგრამ გრავიტაციას ვერაფერს ვერ ვუშვებით, რაც არ უნდა პროცედურები გამოვიგონოთ, ხო და ამბობენ, რომ როცა ხარ
ჯერ კიდევ ახალგაზრდა და არ აღგენიშნება დაბერების ნიშნები, უკვე ამ დროს უნდა დაიწყო გაკეთება ბოტოქსის, სანამ გაჩნდება. თუ რო გაჩნდება მერე უნდა დაიწყო, აი როგორ არის სწორი, რა ასაკიდან არის მართებული? საპრევენციოდ ბოტულინოთერაპია ძალიან კარგია, ნამდვილად, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც ჩვენ გვაქვს აგრესიული მიმიკა. მაგალითად, აი აქ შუბლზე ან აი აქ, ხო? ეს პროცედურა შეიძლება გაკეთდეს უკვე 20 წლის ასაკში. და არა იმიტომ, რომ დაბერების გვეშინია. უბრალოდ იმდენად აქტიური მიმიკა აქვს ადამიანს, რომ უნდა შეაჩეროს და ასევე როგორც პრევენცია, ან უბრალოდ არ უნდა, რომ ასეთი ძლიერი მიმიკა გქონდეს. ამ შემთხვევაში მშვენიერი არის. ეს არანაირად ცუდად არ იმოქმედებს არც სახეზე, არც ორგანიზმზე და შეგიძლიათ დაიწყოთ თუ ასეთი ძლიერი მიმიკა თქვენ გაქვთ. ასევე როგორც საპრევენციოდ მართლა ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ეს მიმიკური ნაოჭი ზუსტად მიმიკის და აქტივობის გამო ჩდება. ჩვენ რო შევაჩეროთ ეს მიმიკა, ეს ნაოჭებიც არ გაჩნდება, მაგრამ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენ თავზე. მე ვიცნობ ასე რამოდენიმე ადამიანს, ვინც მუშაობს თავის თავზე, თავის მიმიკაზე და ცდილობს რომ არ ამოძრაოს ესე, ან არ ამოძრაოს ესე და წლების განმავლობაში რაღაცნაირად ეჩვევია. ძალიან რთულია ემოციებსაც ესე ხო არ გააკონტროლ, არ გავიღინო. კი, ვერ გააკონტროლებ ამას, მაგრამ ზოგს გამოსდის და ასევე ზოგს ეხმარება ბოტულინოთერაპია. იმიტომ რომ ბოტოქს რომ იკეთებ რამოდენიმეჯერ უკვე ამასაც ეჩვევი, რომ მიმიკა ცოტათი შეზღუდული გაქვს. ანუ ეს არის მიმიკური ნაოჭები პირველ რიგში. ბოტულინოთერაპიაზე უკეთესად ამ ზონაში არაფერი არ მუშაობს. შუბლი, პერიორბიტალური ზონა, ყველაზე კარგი არის დღეს ბოტულინოთერაპია. ვერც ერთი ქირურგიაც ვერ შეასწორებს ამას, იმიტომ რომ ეს არის მიმიკა. ეხლა რაც შეეხება ფილერს, აი ფილერი არ არის კარგი ადრიან ასაკში, მაქსიმუმ ალბათ ტუჩების კორექციისთვის კარგი არის და ვისაც ძალიან პატარა დაბალი ყრიმალები აქვს, შეიძლება რაღაც შელამაზება. რატო? იმიტომ რომ ფილერი ადიდებს მოცულობას, კანი იწელება. მიგრირება ხდება, ზოგჯერ კი გააჩნია ზონას, მაგალითად მიმიკურ აქტიურ ზონაში ხდება ზოგჯერ მიგრაცია, მაგრამ ფილერი ადიდებს ქსოვილებს, მერე ფილერი რომ მიდის, რჩება ზედმეტი კანი. ჩვენ თუ მუდმივად გავადიდეთ, შემცირდა, რჩება უკვე ბევრი ზედმეტი კანი და შეიძლება გაჩნდეს ნაოჭებიც კი ძალიან ადრე. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რომ ფილერი ტუჩის გარდა არსად არ გაიკეთოთ და გაიკეთოთ რაც შეიძლება გვიან. იმიტომ რომ ფილერი არასოდეს არ იქნება საპრევენციო პროცედურა. ბოტულინოთერაპია, ბოტოქსიდი, სპორტი და კიდე სხვა პრეპარატები, ეს საპრევენციო თერაპია ძალიან კარგია. მასეტერის ბოტოქსი არის ასევე განხილვადი, ხო, აი საღეჭი ნაწილის კუნთი არის ეს, ხო? და ამბობენ რომ უფრო აი V-shapes გაძლევს სახეზე, ანუ V-ს ფორმა გაქვს და ცოტა ათხელებს სახეს. ეს რამდენად მართებული ამის გაკეთება, აი შემდგომ უკვე ასაკში, როდესაც შედიხარ, ხო არ გამოიწვევს პრობლემებს? არა, არანაირ პრობლემებს არ გამოიწვევს. მასეტერი ეს არის ხო ღეჭვის კუნთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კუნთი არის ჩვენ ორგანიზმში, სხვათა შორის ჩვენ გვჭირდება ეს კუნთი, მაგრამ მისი გარეთა ლატერალური პორცია ამ კუნთის ზოგჯერ ადიდებს სახეს და ამიტომ შეგვყავს აქ ბოტოქსი იმისთვის, რომ შემცირდეს მისი მოძრაობის სიძლიერე, შესაბამისად ნაკლებად ივსება ეს კუნთი სისხლით და შესაბამისად თხელდება ეს ზონა. პრობლემა ამ ადგილის არის ძირითადად ის, რომ დიფუზია ხდება ზოგჯერ არათანაბრად ამ ბოტულინოტოქსინის და ზოგჯერ ჭირდება რაღაც დამატებით კორექციები. ისედაც ბოტულინოთერაპიას ჭირდება ზოგჯერ კორექციები, იმიტომ რომ განსაკუთრებით თუ პირველად იკეთებთ, შეიძლება ცოტათი ასიმეტრიულად დაჭდეს, ეს არ არის პრობლემა, მოხვალთ კოსმეტოლოგთან პროცედურიდან 2 კვირაში და კიდევ ერთ 2 ჩხვლეტას დაამატებს, რომ მიიღოს საბოლოო შედეგი.
კარგი პროცედურა არის, მაგრამ ასევე ჩვენების მიხედვით, ახლა თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ეს პროცედურა, იმიტომ რომ იდეალური ოვალი გაქვთ. მე შეიძლება გავიკეთო. და ცხვირზე რომ ამდენი ვისაუბრეთ, ცხვირზეც ხო ბოტოქსს აკეთებენ დაწვრილების ფუნქციით. რა მოქმედებს ესე მუშაობს? იმისთვის რომ მოადუნო აქ ქსოვილები, მაგრამ ცხვირის სიგანე განაპირობებს პირველ რიგში ძვლოვანი ნაწილი. ხო. და ბოტოქსი ძვლოვან ნაწილს ვერანაირად ვერ შესვლის. შეიძლება ოდნავ რაღაც რბილი ქსოვილების ხარჯზე დათხელდეს, არ ამგონია. უფრო ბოტოქსი იყენებენ აი აქ. აქ არის კუნთი, დეპრესორ სეპტინაზი ქვია, რომელიც ღიმილის დროს წევს ცხვირის წვერს ქვემოთ. და ვისაც აქვს ეს პრობლემა, აი ღიმილის დროს კონკრეტულად, ხო, აქ უნდა გაიკეთოთ ბოტოქსის ინიექცია და ცხვირის წვერი ხო, გაჩერდება და შეიძლება ცოტათი აიწიოს კიდეც. კი ბატონო, იცით რა მაინტერესებს? ეხლა მე ვარ 22 წლის და კიდევ ახალგაზრდა ადამიანები ალბათ გვიყურებენ. მე რა რეკომენდაციას მომცემდით, რა უნდა გავაკეთო? ანუ 25 წლიდან დავიწყო ბოტოქსის გაკეთება და ეს იქნება იმის გარანტი, რომ მე ნაოჭი არ გამიჩნდება, თუ ესე დავიწყე, თუ ვერ იქნება ესეც გარანტი ამის. ანუ 25 წლიდან სულ რო ვიკეთო. ეხლა არ გაქვთ გაკეთებული ბოტოქსი? ხო, იმიტომ რომ ისეთი ნეიტრალური მიმიკა გაქვთ. შუბლზე არ არის აგრესიული მიმიკა, ისეთი მკვეთრი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეხლაც არ გჭირდებათ არანაირი ბოტულინოთერაპია, იმიტომ რომ ჯერ ხომ შვენივრად გამოიყურებით და ძალიან ლამაზი ხართ და მეორე ბოტულინოთერაპია თქვენ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ მიმიკურად აქტიური თქვენი სახე არ არის. საპრევენციო მომავლისთვის. რისთვის? ჩვენ როდესაც მაინც აქვს რაღაც თავისი გავლენა, ხო, ბოტოქს ჩვენ ვიკეთებთ ბოტულინოთერაპიას ზედა ზონაში, შეიძლება ლიმფის გადანაწილება, შეშუპების გადანაწილება მერე არათანაბრად მოხდეს, შეიძლება მერე ქვედა ქუთუთო რაღაც მომენტში შეშუპდეს. საპრევენციოდ თქვენ ეს დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიმიკა იქნება ძალიან აქტიური. თქვენ არ გაქვთ ეს ნამდვილად. ამიტომ ხო, მოვლითი პროცედურები. შეგიძლიათ გაიკეთოთ პლაზმოთერაპია, თქვენი სისხლი და ცენტრიფუგირებული, მომზადებული კანში შეყვანათ, ძალიან კარგი იქნება. მეზოთერაპიაც ასევე. მეზოთერაპია, მეზოთერაპიები სხვადასხვა არსებობს და იმის მიხედვით რა გჭირდებათ თქვენ, სახის კანის დატენიანება გჭირდებათ, თუ ელასტიურობა უფრო კარგი იყოს. გაჩნია რა არის მიზანი, ხო? უნივერსალური არის ძალიან პლაზმოთერაპია. ძალიან კარგი არის. აპარატურული თერაპია თუ სადღაც მაგალითად პოსტაკნე რაღაც უხეში წერტილები არის, შეიძლება იმის დამუშავება შლიფოვკა რასაც ეძახიან, ან კაპილარები ვისაც აქვს მაგალითად ცხვირთან ახლოს სახეზე, IPL-ი არის ასეთი აპარატი, რომელიც ამ კაპილარებს ჩააცხრობს. ან არ ვიცი, წარმონაზარდები, ხალები ზოგი არის. საჭიროების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არ არის აუცილებელი, რასაც მოვისმენთ, ყველაფერი გავიკეთოთ. არა, რა თქმა უნდა, არა, ეხლა ბევრი არსებობს სხვადასხვა ინიექციები და IV თერაპიები, გადასხმები და მიკრონემსებიც ხო ძალიან პოპულარულია, მიკრონიდლინგი რაც არის. მიკრონიდლინგი ძალიან კარგი არის. უბრალოდ, თქვენ შემთხვევაში რისთვის? ახალგაზრდა ხართ, კარგი კანი გაქვთ, კარგი ფერი აქვს კანს. შვენივრად გამოიყურებით, თქვენგან ეს კომპლიმენტი საერთოდ სხვანაირად ჭირს, ვიდრე საერთოდ ვინმეს. ოფიციალურ წერილს დაგიწერთ, თუ გინდათ, ჩემი ხელმოწერით. აი, დაფიქსირდა ყველაფერი. აპტოსის ძაფებზე მინდა გკითხოთ, full facelift-ი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. სხვათა შორის კიმ კარდაშიანის დედამ კრის ჯენერმა, როდესაც გაიკეთა ეს facelift-ი, მას შემდეგ არიან ძალიან შთაბეჭდილებების ქვეშ, იმიტომ რომ ქალი მართლა საკუთარ შვილებზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ბოდიში შეგაწყვეტინებ, ნახეთ მისი ბოლო ინტერვიუ წინა კვირას. ბოლო არ მინახა. არა, თქვა რომ ყველაფერი ჩამოეწელა. მართლა? ძალიან ცუდად გამოიყურება. აღიარა რომ ის ფოტოები რაც მაშინ დადო, ეს იყო პირველადი შედეგი და ესე უნდოდა რომ ყოფილიყო და ეხლა გავიდა ზუსტად 1 წელი და ძალიან უკმაყოფილო არის, არ მოწონს როგორ გამოვიდა და მთელი ინსტაგრამი ეხლა ამაზე საუბრობს რომ facelifting-ი არ იყო გამართლებული. უნდა მეკითხა რომ ხო, ეს უნდა მეკითხა რამდენად მართებულია facelifting-ის გაკეთება და ძაფებს რომ მიუბრუნდეთ, ძაფებს თუ შეუძლია ამ პროცედურის ჩანაცვლება. არა,
ძაფები არ არის ქირურგიული ფეისლიფტინგის ალტერნატივა არავითარ შემთხვევაში. ძაფები არც ბოტოქსის და ფილერის ალტერნატივა არ არის, იმიტომ რომ ძაფები არ აჩერებს მიმიკას, ძაფები არ ავსებს სახეს, უпростоრად ავსებს, მაგრამ ისე კონკრეტულად არა როგორც ფილერი, აი ტუჩებს მაგალითად ვერ. ძაფები ეს არის აკაჩვისთვის, რომ აიჭიმოს, ხო, მოჭიდება აქვს, ბუსუსები აქვს ძაფებს და შეიძლება აიჭიმოს ქსოვილები და ამის გარდა თანამედროვე ძაფები უკვე არ არის მხოლოდ მექანიკური მოჭიდება. თანამედროვე ძაფები არის პოლირძის მჟავაზე დამზადებული და პოლირძის მჟავა როგორც ბუსტერი არის კოლაგენის, ელასტინის გამომუშავება ხდება და სიმკრივე, ფერი, კანის ელასტიურობა უმჯობესდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ხდება ამ მეთოდის ტრანსფორმაცია და აკაჩვიდან ჩვენ გადავდივართ სხვა პროდუქტზე, რომელიც არის უფრო განახლებისთვის და ზოგადად გაახალგაზრდავებისთვის, როგორც თვითონ პრეპარატი, ისე მუშაობს ძაფი. ანუ ფეისლიფტის ოპერაციაზე რას გვეტყვით, რა გამოვიდა, რომ არ არის ეფექტური? ხო და კიმ კარდაშიანის დედას თუ მოუვიდა ასე, რომ დარჩა უკმაყოფილო, აბა ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს რა დაგვემართება, ხო? ან ბოლო ასევე ფოტოები ნახეთ ანჯელინა ჯოლიზე ყველა საუბრობს ახლა ინსტაგრამში, ბლეფაროპლასტიკა გაიკეთა და აქვს round eye ეფექტი, ანუ თვალი ჩამოეწელა, ესე მრგვალი თვალი აქვს და ყველა ამაზე საუბრობს, ანუ ალბათ ანჯელინა ჯოლის არა აქვს ფინანსური პრობლემები და შეეძლო ყველაზე კარგი ქირურგის არჩევა და წასვლა, წავიდა ალბათ გაიკეთა სადღაც ლოს-ანჯელესში, ან ნიუ-იორკში, ან თურქეთში წავიდო და თურქეთში უყვარს ახლა ყველა ქართველს სიარული პლასტიკურ ოპერაციებზე და სამედიცინო ჩარევაში ხო იქ რაღაც სასწაულები ხდება. წავიდო და ალბათ თურქეთში გაიკეთებდა ამ ოპერაციას. მაგრამ ანჯელინა ჯოლისაც ესეთი გართულება მოუვიდა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანს შეიძლება მოუვიდეს ასეთი გართულება. ერთ-ერთი რისკი არის ზუსტად ბლეფაროპლასტიკის ეს მრგვალი თვალი. და როდესაც გინდა მაქსიმალური ეფექტი მიიღო, უფრო მეტ კანს კვეთს ქირურგი, რომ ზუსტად მაქსიმუმი მიიღოს, მაგრამ ხდება პირიქით, ხდება დაჭიმვა ქვემოთ და ჩნდება ეს პრობლემა. ფეისლიფტინგი ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია არის პლასტიკურ ქირურგიაში. ხანგრძლივი 4-5 საათი გრძელდება, მასშტაბური აშრევება ხდება, ხო, წარმოიდგინეთ, კანის, არა მხოლოდ კანის. დღეს პოპულარული არის deep plane facelifting-ი, როდესაც კანიც შრევდება და კუნთის ქვეშ კიდე შრევდება. და ფაქტიურად აი რო წარმოიდგინოთ, იმდენად აშრევებული არის აქ, რომ შეიძლება ხელი ესე შევიდეს სახეში და მეორე მხარეს გამოვა ესე. კან ქვეშ წარმოიდგინეთ, რამხელა აშრევება ხდება, კუნთზე მუშაობა ხდება, იქ არის უამრავი სისდარღვები, ნერვები, სახის ნერვი გადის. ძალიან ბევრი რისკია. ერთ-ერთი რისკი არის სახის ნერვის დაზიანება ზუსტად. და ფაქტიურად ვეღარ ხდება აღდგენა ნერვის. მაგრამ აი ფტოზის შემთხვევაში რა არის ყველაზე გამართლებული? აი კისერი ფტოზი, რომელიც ქალების ყველაზე დიდი პრობლემა ხდება, სადღაც არ ვიცი 50 წლის შემდეგ. ფეისლიფტინგი ყველაზე გამართლებული არის. ფეისლიფტინგი ქვედა ზონის პლატიზმოპლასტიკა, აქ კიდე დამატებით განაკვეთი კეთდება და კუნთები იკერება, ლიპოსაქცია, თუ ზედმეტი ცხიმი არის. მე ვთქვი ახლა ცუდ შემთხვევებზე, მაგრამ რამდენიც გინდათ, ფანტასტიკური კარგი შედეგი არის საოცარი, როდესაც პაციენტს მართლა მოაკლდა 20 წელი და არის ძალიან ბედნიერი. კრის ჯენერის შემთხვევაში ის ექიმი, რომელმაც გაუკეთა ფეისლიფტინგი, ცნობილი არ იყო საერთოდ, უბრალოდ ცნობილი იყო, მაგრამ არც სოცქსელები არ ქონდა, ისე ცნობილი არ იყო სოცქსელებში, მერე გახდა უფრო. და ყველამ ვიცით ქირურგები, რომ აკეთებს კლასიკურ smash lifts, ანუ მხოლოდ კანქვეშ აშრევება და კუნთის ღრმა არ არის, ხო, ანუ ნაკლებად სარისკოა, მაგრამ ნაკლებად ეფექტურიც არის.
Deep-Lane უფრო ეფექტური, მაგრამ უფრო სარისკო. მკერდზე რომ გადავიდეთ, მიუყვები. ზემოდან ქვემოთ. მკერდზე არის ყველაზე ხშირი შეკითხვა, გოგონები, ქალბატონები, რომლებიც გეგმავენ, რომ გააჩინონ ბავშვი და შემდგომ ამას მოყვება ლაქტაცია, როგორ ჯობია მანამდე გავიკეთოთ თუ შემდეგ გავიკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ ექიმები ამბობთ ხშირად, რომ არ არის არანაირი პრობლემა, რომ გაკეთებული მკერდიდან მოხდეს ლაქტაცია, მაგრამ არაზიანებს აი ფორმას. გააჩნია რას ვაკეთებთ. მკერდის ოპერაცია არსებობს სხვადასხვანაირი მკერდის გადიდება იმპლანტებით, ყველაზე ტექნიკურად მარტივი და არანაირად არ დააზიანებს ჯირკვალს და პაციენტს შეუძლია ლაქტაცია. არსებობს მასტოპექსია, მკერდის აწევა, თუ მკერდი ძალიან მოშვებული არის აწევის მომენტში ხდება ასევე სადინარების მოდიფიცირება და კორექტირება და შეიძლება ამან იმოქმედოს ცუდად ლაქტაციაზე. ან როდესაც ხდება მკერდის დაპატარავება, რედუქციული მამოპლასტიკა, ეს ყველაზე რთული ტექნიკურად ოპერაცია არის და ხშირ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანდება დრილის სადინარები და პაციენტს აღარ აქვს საშუალება, რომ ლაქტაციის ფუნქცია შეუნარჩუნდეს. როდის გაიკეთოს ოპერაცია? როდესაც პაციენტს უნდა, აი შეიძლება მე ყოველთვის ვეუბნები პაციენტს, რომ თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ უახლოეს 1 წელიწადში, 2 წელიწადში ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა გირჩევთ მერე. მაგრამ ზოგ შემთხვევაში რთულია, ხო, დაგეგმო რომ ბავშვი გინდა 2 წელიწადში, თუ როდის გინდა, ხო, შეიძლება გეგმა 2 წელიწადში, მაგრამ მოხდება უფრო ადრე, ძალიანაც კარგი. ან პირიქით შეიძლება მოხდეს. ამიტომ როდესაც პაციენტს უნდა, აი ზოგი პაციენტი ასე ამბობს, მე მინდა შეიძლება 5 წლის მერე ბავშვი გავაჩინო. არ ვიცი, მინდა, მაგრამ არ ვიცი როდის. და მკერდი ეხლა მინდა. და რა ვქნა, ველოდო? არა, რა თქმა უნდა. არ წარმოადგენს ეგეთ პრობლემას. ვიცი, რომ მიაფემტეკი არის ახალი სტანდარტი მკერდის ესთეტიკაში, ხო? ანუ კეთდება როგორც ნახე 2 სანტიმეტრიანი განაკვეთი იღლიასთან და პირდაპირ ესე ხდება, ხო? ანუ როგორც ნახე 6 წუთში გააკეთეთ ეგეთი ოპერაცია. როგორ ირჩევა ხოლმე რა მეთოდს მიმართოთ? ახლა ეს ხო ყველაზე მარტივად ითვლება და რაღაც შემთხვევებში არის, რომ არ შეიძლება ამ ტექნიკით მუშაობა? როგორ არჩევთ ხოლმე ამას? ამ შემთხვევაში არ შეიძლება, აქვს თავისი ლიმიტები. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაც ოქროს სტანდარტი ძუძუს გადიდებაში, არა, უბრალოდ რაღაც დამატებით ახალი, საინტერესო თანამედროვე ვარიანტი იმპლანტის დაყენებით და ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად და რაც თავარია პაციენტისთვის, როგორც რეაბილიტაცია. აქვს თავისი შეზღუდვები. პირველი ეს არის იმპლანტის ზომა. მაქსიმუმ შეგვიძლია 200 მლ-ის დაყენება იღლიიდან. ანუ იმპლანტი არის პატარა. და თუ პაციენტს აქვს 1 ზომის მკერდი, 2.5 შეიძლება გამოვიდეს ასეთი მკერდი. ანუ პაციენტს ვისაც უნდა უფრო დიდი მკერდი, ამ მეთოდს ვერ გამოიყენებს. მეორე შეზღუდვა არის ის, რომ თუ მკერდი არის მოშვებული, პტოზირებული, ეს მეთოდი არ გამოიყენება, იმიტომ რომ პაციენტს სჭირდება მკერდის აწევა. მესამე შეზღუდვა ის არის, რომ მიაფემტეკის შემთხვევაში იმპლანტი ყენდება ჯირკვალის ქვეშ და არა კუნთ ქვეშ. ამიტომ იმპლანტი არის პატარა, რო არ იგრძნობოდეს და ამიტომ არის ძალიან რბილი, რომ ხელის მოკიდებით პაციენტმაც და სხვა ადამიანმაც არ იგრძნოს, რომ არის იქ იმპლანტი. ესეც ერთგვარი შეზღუდვა არის. ბოლო შეზღუდვა არის ღირებულება. ეს მეთოდი გამოიგონა კომპანია Motiva-მ და ეს კომპლექტი, რომელიც ჩამოდის კონკრეტულ პაციენტზე, არის თვითღირებულება ამ კომპლექტის ძალიან ძვირად ღირებულება. ანუ გაცილებით ძვირია ვიდრე კლასიკური. 5,000 евро ღირს მხოლოდ იმპლანტები თავისი აპარატურით და ყველაფრით, რომელიც არის ერთჯერადი. წარმოიდგინეთ, აი ესე ჩამოდის საქართველოში. ბალონივით არის ხო, რითიც შედიხარ. იზრდება, მერე სპეციალური აპარატი, რითიც ყენდება ეს იმპლანტი, ხო? ანუ ოპერაციის ღირებულება თუ 5,000 евро მხოლოდ ოპერაცია ღირს და 5,000 უბრალოდ მხოლოდ იმპლანტები და იგივე თანხა ღირს კლასიკური აუგმენტაცია სრულად, ხო?
ანუ ეს ოპერაცია გაცილებით უფრო ძვირი გამოდის მიანეთად. გამოცვლაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად ყველაზე ხშირად ეს აინტერესებთ ხოლმე რომ ვიცით რომ მუდმივი არ არის ხო მაგრამ შეიძლება ისე მაგას ვერ იტყვი ხო წინასწარ გამოსაცვლელი იქნება თუ არ იქნება ეს იმპლანტი. ხო, რა თქმა უნდა ვერ იტყვი, როდესმე მაინც იქნება გამოსაცვლელი. გააჩნია რა ასაკში იკეთება ალბათ მაგას. ხო, რა თქმა თუ ვერ მოესწარი როცა გამოსაცვლელი. ხო, მოდით შევხედოთ ოპტიმისტურად და 100 წლამდე მაინც 100 წლამდე ხო უნდა ვიცოცხლოთ 100 წლამდე ხო, მოდით ვთქვათ რომ მე მინახია შემთხვევები, როდესაც პაციენტს ქონდა დაყენებული იმპლანტები 30 წლის წინ, მე ჩემ თვალით მინახია და გამოიყურება ნორმალურად მკერდი. კარგად არა მოდუნებული, პტოზირებული, ნორმალურად. 70 წლის ასაკში თუ გაიკეთებს პაციენტი ასეთ ოპერაციას, მკერდის გადიდებას 100 წელს მიაღწევს და არ დაჭირდება იმპლანტის შეცვლა. ხო, უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ თუ 18 და 20 წლის ასაკში გაიკეთებს, საერთოდ ჩვენ იმპლანტის შეცვლა იმიტომ კი არ იქნება საჭირო რომ იმპლანტი დაზიანდება, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ბევრია. როგორ უნდა დაზიანდეს? როგორ დაზიანდება და ჩვეულებრივი ხახუნის გამო. აი იმპლანტი თვითონ ეს ზედაპირი რაც არის. ანუ აუცილებელი არ არის რაღაც ტრავმა მიიღო. ხო, და შეიძლება წლების განმავლობაში უბრალოდ გაიცვითოს ეს ზედაპირი და გაჩნდეს რაღაც ნაპრალი და მერე დაზიანდეს. მაგრამ იმპლანტის შეცვლა დაზიანების გამო იშვიათად ხდება. ძირითადად ხდება იმიტომ, რომ მკერდი დაიწია წლების განმავლობაში, ან ასიმეტრიული გახდა, ან ბავშვი გააჩინა კიდევ 1, 2, 3 პაციენტმა და დაჭირდა შეცვლა. ხო, ვიზუალის ამბავია ესე. იმიტომ არა, რომ რაღაც საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის. მე როგორც ნახე 2015 წელს მიიღეთ დაბერების საწინააღმდეგო სილამაზის ტროფეი. საუკეთესო კლინიკური შემთხვევის გამარჯვებული იყავით. იქნებ მოგვიყვეთ რა საუკეთესო კლინიკურ შემთხვევაზე აქ საუბარი. დიდი მადლობა, თქვენ ძალიან ინფორმირებული ხართ, მეც დამავიწყდა უკვე ეს. მონაკოში ტარდება ყოველ წელს დიდი კონგრესი, 20,000 კაცი იკრიბება საშუალოდ და იქ არის ნომინაცია საუკეთესო შემთხვევებზე, საუკეთესო მეთოდებზე და ასე შემდეგ და მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სახის ნერვის დაზიანება 91 წლის ბატონი, მამაკაცი. და ინსულტის შედეგად მთლიანად მარჯვენა მხარე მქონდა დაკიდებული, პტოზირებული და მოვიდა ჩვენთან და ჩვენთან ეს ოპერაციები მთელ კლინიკაში ჩვენთან, ყველა ექიმთან უფასო არის. არანაირი დაზღვევა, არაფერი. ჩვენ თვითონ ეს ჩვენი კეთილი ნება არის, ჩვენ ვაკეთებთ სრულად ასეთ ოპერაციებს უფასოდ. და უფასოდ გავუკეთეთ ეს ოპერაცია მას ძაფები იყო ქირურგიულ ჩარევასთან კომბინაციაში და პლუს მეორე მხარეს ბოტულინოთერაპია გავუკეთეთ მოდუნდა და მიიღო ფანტასტიკური ძალიან კარგი საოცარი შედეგი და წარმოიდგინეთ 91 წლის ასაკში. რა მაგარი. და ამ ასაკში ძალიან ისეთია ეხლაც აჟრიალებს მახსოვს ამბობდა რომ აი გამიკეთეთ რამე მეშინია რომ ჩემ მეუღლეს აღარ მოვეწონებია. აი რა. ხო და თან უკვე 55 წელი რომ ერთად არიან და როგორ შეიძლება ეხლა რომ რაღაც შეეცვალოს იმ ქალბატონს თავში და სიყვარული დაკარგოს ხო არა რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ღელავდა რომ აი გამიკეთეთ რამე. მინდა რომ ჩემ ცოლს ისევ მოვეწონო და მოკლედ ბედნიერი იყო და მოვიგე ეს ტროფეი ეს სამედიცინო ოსკარს ეძახიან იქ მონაკოში 2015 წელს. შეიძლება რომ აი ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და ასე ვთქვათ მარტივი ოპერაცია ძალიან რთულ ამბავში გადაიზარდოს. აი თქვენ თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა რომ ძალიან გართულებულა. მე მგონი ბლეფაროპლასტიკაზე მაქვს მოსმენილი რომ რაღაც შეგემთხვათ ხო შეგიძლიათ ეს ამბავი რომ მოგვიყვეთ? სად მოვყევი ეს აღარ მახსოვს მაგრამ მე აღარ მახსოვს ყველაფერი ნახე. ხო ამ ისტორიას მე ყოველთვის ისევ ყვები, იმიტომ რომ ჩემზე იმოქმედა სერიოზულად და პაციენტზეც რა თქმა უნდა, საფრთხის ქვეშ ვიყავით, დიდი რისკის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გადავრჩით, მადლობა ღმერთს. არსებობს ასეთი ოპერაცია, ტრანსკონიუნქტივალური ბლეფაროპლასტიკა, როდესაც შიგნიდან კონიუნქტივიდან ჩვენ ვიღებთ ცხიმის თიაქრებს აი აქ.
როდესაც პაციენტს ზედმეტი კანი არ აქვს, მხოლოდ ეს ბალიშები აქვს. ოპერაცია მარტივი არის ტექნიკურად, ბევრი ქირურგი არ აკეთებს ამ ოპერაციას, იმიტომ რომ ტექნიკურად კი არის მარტივი, მაგრამ სპეციალური აპარატურა გჭირდება, კოაგულაციის აპარატი, რომელიც აკეთებს ამ განაკვეთს, მაგრამ უფრო რადიოტალღოვანი რომელსაც აქვს ჭრა, ანუ არ არის თერმული, ძალიან ცალკე აპარატურა არის ამისთვის საჭირო, დამცავი სპეციალური თვალისთვის. თუმცა თვითონ ოპერაცია კეთდება 20 წუთში, 9 საათში და ფანტასტიკური შედეგი აქვს. და ქვედაბლეფაროპლასტიკას ზოგადად ასეთი რისკები, აღწერილია ასეთი შემთხვევები და მახსოვს, რომ ამაზე ვკითხულობდი ბევრს რეტრობულბარული სისხლდენა ქვია ამ გართულებას. კონფერენციებზე ამაზე იყო საუბარი, მაგრამ მე არ ვიცნობდი არც ერთ ექიმს, რომელსაც ქონია ასეთი შემთხვევა. მამაც ჩემს გაუკეთებია, არ ვიცი, ბევრი ათასი ასეთი ოპერაციები არ ქონია ასეთი შემთხვევა. მე უბრალოდ არ ვიცოდი მარტო ლიტერატურიდან და მოხდა ისე, რომ გავაკეთეთ ეს ბლეფაროპლასტიკა ოპერაცია, ძალიან კარგად ჩაიარა, ყველანაირი სისხლის დენის გარეშე, ყველაფერი იდეალურად, შედეგი ფანტასტიკური, პაციენტი გადავიყვანეთ პალატაში და ოპერაციიდან სადღაც 1 საათში მირეკავს ექთანი და მეუბნება, რომ სასტრაფოდ მოდი რაღაც მე არ მომწონს და მე ჩამოვედი პალატაში და დავინახე, რომ პაციენტს აქვს სისხლდენა, ეს არის ღრმა სისხლდენა, ანუ თვალის ბუდეში თვალის უკან გროვდება სისხლი და როგორც ფილერის შემთხვევაში, რომ შეიძლება პაციენტი დაბრმავდეს, აწვება თვალის ბუდეს, აწვება თვალის ნერვს და პაციენტმა შეიძლება დაკარგოს მხედველობა იმ მხარეს. და რომ დავინახე ეს ნიშნები, გამახსენდა ის ლიტერატურა, რომელიც მე წავიკითხე და ვიცოდი პირდაპირ საოპერაციოში ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტს აუხსენი და პაციენტისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გარედან განაკვეთი არ ქონოდა, რომ მითხრა, რაც გინდა გააკეთო, ოღონდ გარედან განაკვეთი არ გამიკეთო. ხო და არა და ამ შემთხვევაში აუცილებელი არის გარედან განაკვეთი და გახსნა და უნდა იპოვო ის სისძარღვი, უნდა გააჩერო ის სისძარღვი, არსებობს, წარმოიდგინეთ, არსებობს სიტუაციები, აღწერილი არის, როდესაც სისძარღვს ვერ მიაგენი და გჭირდება თვალის ბუდის ძვლოვანი ნაწილი ორბიტა, რომ ოსტეოტომია გააკეთო, ანუ გატეხო ეს ძვალი, მიხვიდე იქამდე, რომ გააჩერო ეს სისხლის დენა და გადაარჩინო პაციენტი. არ ვიცი, ღმერთმა გადმოგხვედა და გაგვიმართლა და იგივე განაკვეთიდან, თვალის შიდა კონjunktивიდან ვიპოვე ეს სისხლის დენა. ძალიან რთული იყო ის მომენტები, ეს მოხდა სულ რამოდენიმე წუთში ეს ოპერაცია, მაგრამ ალბათ 10-15 წუთი დამჭირდა რომ ენახა ის. მაგრამ ეს იყო არტერიალური სისხლის დენა, რომელიც პირდაპირ ხედავდი ამ სისძარღვს როგორ ასხავდა. გავაჩერე სისხლის დენა და ყველაფერი კარგად დაამთავრდა. რატო მოხდა ეს? იმიტომ რომ პაციენტი, როდესაც ნარკოზის ქვეშ არის, აქვს სტაბილური, კარგი ჰემოდინამიკა, კარგი წნევა, კარგი პულსი და იმ პირობებში შენ ხედავ სისხლის დენა არის თუ არა, თუ არის აჩერებ. მაგრამ მე პაციენტი რო გადაიყვანე პალატაში, ის პაციენტი ამოძრავდა, შეიძლება ადგა, ცოტა რაღაც თავი ამოძრავა, ქვემოთ დაიხედა, დაიძაბა და ის სისძარღვი, რომელიც ოპერაციის დროს არ იყო სისხლის დენა, დაიწყო აქტიური სისხლის დენა, გადავრჩით კიდევ კარგი შედეგი, ფანტასტიკური. ძალიან კარგი. წარმომიდგენია, როგორ განცდებში იქნებოდით მთელი 15 წუთი, როცა ეძებდით და არც ჩანდა ეს სისხლდენა. თავარი ყველაფერი კარგად დამთავრდა. შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, მაინტერესებს სადამდე შეიძლება თქვენი აზრით რომ განვითარდეს მედიცინა, ისე რომ რა შეიძლება მომავალში იყოს ისეთი, რაც დღეს ვერ წარმოგვიდგენია, ამაზე თუ გიფიქრიათ. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ მომავალში, ჯერ ხო აპარატურა ძალიან იხვეწება და ლიპოსაქცია სანამ ეხლა გაჩნდა ბევრი პრეპარატები, ხო, ზემპიკი და მონჯარო და ასე შემდეგ, ყველა ეხლა ჯანსაღ ცხოვრებას ისკენ
უფრო მიმართულებით მუშაობს და სწორი კვება და ეს ყველაფერი, მაგრამ ლიპოსაქცია, ლიპოსკულპტურები მე ვფიქრობ მაინც დარჩება და იქნება ყოველთვის. განვითარდება აპარატურა. დღეს უკვე ბევრი აპარატი არსებობს კანის მოჭიმვისთვის, ლაზერული აპარატები, radio frequency. ეს განვითარდება. ზოგადად სახის მოვლა, სხეულის მოვლა, კანის ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის პირდაპირ ინიექციები თუ ეს არის გადასხმები თუ ეს არის სხვა საშუალებები, ეს რა თქმა უნდა წავა წინ. ამის გარდა ფილტრები, რასაც თქვენ ამბობთ, შეიძლება 20 წლის შემდეგ საერთოდ როგორც თქვი, მხოლოდ ფილტრების მეშვეობით შევხედავთ ჩვენ თავს და არც მოგვინდება უკვე არაფრის კეთება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი არის ფოტოში როგორ გამოიყურება, ვიდრე ლაივში. ბევრი ადამიანისთვის და შეიძლება მომავალში რაოდენობა ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენას ძალიან დიდი იქნება. ხო, რა თქმა უნდა, უკვე ხელოვნური ინტელექტი დერმატოკოსმეტოლოგიაშიც არის წარმოდგენილი, პლასტიკურ ქირურგიაში ჯერ არა, მე მგონია ეს ბოლო რიგში მოვა. რობოტოქირურგია არსებობს და ბევრი საშუალებები. ხო, პეპტიდებით არის ასევე მოცული მთელი ინტერნეტ სივრცე და მაინტერესებს რა აზრის ხართ ამაზეც, იმიტომ რომ ამბობენ რომ ეს შეიძლება იყოს მომავლის მედიცინა, ასე ვთქვათ და ზრდის ჰორმონს გამოიყენებენ აქტიურად და საინტერესოა რას ფიქრობთ ამაზე, უსაფრთხოდ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. არა მხოლოდ ზრდის ჰორმონი, იქ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს დღეს, ეს არის უკვე მთელი მიმართულება longevity-ის ნაწილი არის პეპტიდოთერაპია, მაგრამ უმეტესი ნაწილი ამ პეპტიდების არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინები, როგორ უნდა მიიღო, რისთვის უნდა მიიღო უმეტესი ნაწილი. და ამიტომ ჩვენ პირადად კლინიკაში ვთხილობთ ცოტათი, იმიტომ რომ როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა რომ გაკეთდეს როგორც წესი და რიგი არის ოფიციალურად, იმიტომ რომ პაციენტის ჯანმრთელობასთან გაქვს საქმე და აქვს საუბრობდით ფსიქოლოგიაზე და მედიცინაზე, კიდე იურიდიული ნაწილიც აქ მნიშვნელოვანი არის და ამიტომ თავარია რომ არ დააზიანო ადამიანის სხეული. მე ვფიქრობ რომ კი, ეს არის longevity-ის მომავალი პეპტიდები, IV თერაპიები, მაგრამ ეს მაინც არ არის ალტერნატივა პლასტიკური ქირურგიის თავისთავად. ხო, თუმცა ესთეტიკურ მედიცინაში შეიძლება რომ შემდგომში უკვე გამოიყენოს. როგორც დამატებითი საშუალება. ხო. არ შემიძლია რომ არ კითხოთ პირადზეც ისე ვერ გაგიშვებთ აკეთე. ვიცი რომ სულ ახლახან შექმენით ოჯახი და ყავთ მართლა უამაზესი მეუღლე, უკრაინელია ხო თქვენ მეუღლე ირენ პილი და სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული წყვილი ხართ, როგორც ხედავ. მაინტერესებს როგორ გაიცანით ერთმანეთი. როგორ გავიცანით და პირველ რიგში მადლობა დიდი კომპლიმენტებისთვის. პარიზში, შარშან, ივნისი იყო, ივნისის 16 რიცხვი. მე, ჩემი შვილი, ჩემი მეგობარი თავის შვილთან ერთად ვიჯექთ რესტორანში და ჩვენს უკან იჯდა ირინა თავის მეგობრებთან და ქალებთან ერთად. და მე საერთოდ არც ვიყავი, არც ვფიქრობდი ზოგადად რომ მე მომეცემა კიდე შანსი საერთოდ ცხოვრებაში და შემხვდება ის ადამიანი, რომელიც შემიყვარდება სიცოცხლის ბოლომდე და არც ვფიქრობდი ამაზე. ესეთი განწყობა მქონდა, რომ მე ერთი უკვე დიდი შვილი მყავს 14 წლის, 15-ის გახდება, მე ბედნიერი ვარ, მარტო ცხოვრობ უკვე 6 წელია, 7 წელია და მოდი ესე იყოს თელი სიცოცხლე და ამიტომ არც ვფიქრობდი, ძიებაში არასოდეს არ ყოფილვარ. ხო და ამით ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ნახე იქ რა ლამაზი გოგოზისო, ის ხედავთ. ერთხელ დავანებე თავი, ეხლა ჩვენ აქ მოვედით. მოდი გემრიელად ვჭამოთ და არა, მიდი გაიცანი. რა კიდე მეთქი დავანებე, შენ უნდა გაიცნო. ხო და მე არ უსმენდი რა თქმა უნდა და რაღაც მომენტში უკრაინულად საუბრობდნენ და ეხლა რუსული თუ იცი გესმის რაღაც მომენტები ძალიან კარგად და არც მაინტერესებდა, მაგრამ შემთხვევით მოხდა ყურში ბოტოქსი და აი რო თქვა ბოტოქს ვიკეთებო თუ რაღაცა და ჩემი ყურები მოტრიალდა რა თქმა უნდა და რაღაც მე ესე შემთხვევით მოკლედ გავიცანი ესე და გაიგო რომ მე პლასტიკური ქირურგი ვარ, დაიწყო რომ აი მე ცხვირი გამიკეთე როდესმეო, დღემდე მეუბნება ხო შენ პირდიო რომ გამიკეთებ ცხვირს.
და ესე მოხდა მოკლედ. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ბედნიერები ვართ და თავარი ეგ არის. ვიცი რომ სიურპრიზად პარიზში თხოვეთ ხელი. ხო, ალბათ ესეც სიმბოლური იყო, რომ იქ გაიცანით ერთმანეთ ხელს სწორად გამოვიცანით. და სულ მალე გახდებით მეორე ბიჭის მამა, ხო? კი ბატონო, კი. როდის შეუტევ? ივნისის ბოლოსკენ. თქვენი აზრით, თქვენი შვილი ბიჭი პირველი გააგრძელებს თქვენს გზას თუ არ აქვს ეს ინტერესი? არ გააგრძელებს, მე ვფიქრობ, არ ვიცი, შეიძლება კიდე გადაიფიქროს, მაგრამ მისი აზროვნება უფრო აი რაღაც, როგორც ყველა თანამედროვე ალბათ თინეიჯერს აინტერესებს IT ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ბიზნესი, IT ბიზნესი და ეს ყველაფერი სამედიცინო სფერო არ აინტერესებს. ჩემთან ბევრჯერ ყოფილა საოპერაციოში, აი მისთვის საოპერაციო კლინიკაში მოსვლა არის ძალიან მარტივი. ხშირად ხდება, სკოლიდან მოდის და გამოიცვლის ქირურგიულ ტანსაცმელს ჩაისვენს და სადღაც კუთხეში იგზის. საოპერაციოში ესე ხდებოდა და ჯერ ხო არ ეშინია საერთოდ არაფრის, მაგრამ მე მეუბნება რომ იმდენად სპეციფიური არის შენი სპეციალობა, რომ მე ეს არ მაინტერესებს, თან პასუხისგებლობა უზარმაზარი გაქვს, ადამიანის სიცოცხლე ფაქტიურად შენ ხელშია, ანაზღაურება და ხელფასი არ ემთხვევა იმ პასუხისგებლობას, რაც შენ გაქვს, ამიტომ მე არ მინდა. მეუბნები რომ მხოლოდ ანაზღაურება არ არის თავარი არის რომ ერთი არც ისე ცუდია, მეორე ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თავარია გიყვარდეს შენი საქმე, მე მიყვარს ჩემი საქმე და ხვალ რომ საერთოდ უფასო ოპერაციების კეთება დავიწყო სრულად, მაინც მოვალ სამსახურში, მაინც გავაკეთებ და აი ამას ვასწავლი, მაგრამ მისთვის უფრო საინტერესო არის რაღაც უფრო აი IT და ტექნოლოგიები და ბიზნესი. ძალიან დაკავებული რეჟიმი რომ გაქვთ, როგორ ახერხებთ ოჯახთან დროის გატარებას, რთული არ არის ეს ბალანსი? ცოტა შევამცირე ახლა, რა თქმა უნდა, ხო, როდესაც მარტო ცხოვრობ, მარტო ხარ, შენ გინდა შეავსო ის სიცარიელე, რაც ხდება სახში, როდესაც მოდიხარ. და ამიტომ მე ვავსებდი სამსახურით, ვავსებდი ხობით და რაღაცით. ხო, ეხლა უკვე პირიქით მე მინდა რომ უფრო ხშირად კიდე ვიყო სახში, ამიტომ ცოტათი შევამცირე. საერთოდ არ ვანებებ თავს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ადეკვატურად ვმუშაობ, როგორც ნებისმიერ ნორმალური ადამიანი. 9 საათიდან 6-მდე, 7-მდე. ადრე ვმუშაობდი 9 საათიდან ღამის 12 საათამდე და 2 საათამდე და ასე შემდეგ. უბრალოდ რომ დატვირთული ყოფილიყავი. ეხლა ცოტა სხვანაირად ვდგებისა. ეხლა ცოტა ჩემი სფეროც შეიცვალა, კლინიკა ვითარდება, ჩვენ უკვე 12 პლასტიკური ქირურგი გვყავს კლინიკაში, 3 საოპერაციო სასწავლო ცენტრი, ამას ყველაფერს მე ვმართავ და ძალიან რთული არის ბალანსის დაჭერა ისე რომ თან როგორც ბიზნესიც იყოს და ვითარდებოდეს, ხომ, მუდმივი რეინვესტიცია ხდება ბიზნესში და კლინიკაც იზრდება. თან სამედიცინო ნაწილიც 80 თანამშრომელი ყველა სჭირდება, ყურადღება, უამრავი პაციენტები, სხვა ექიმების პაციენტები, ჩემი პაციენტებიც არიან უკვე ესე გამოდის და ბევრი პასუხისგებლობა. თქვენს მეუღლეს აქვს კვეთა სამედიცინო სფეროსთან? ნუტრიციოლოგია არის. მართლა? პროფესიით ნუტრიციოლოგია არის, სამედიცინო ნაწილია, რა თქმა უნდა, ეს და სხვათა შორის აი პეპტიდებზე და საპლიმენტებზე და რაღაც ვიტამინებზე, ასე შემდეგ სწორკვებაზე ყოველთვის ამაზე საუბრობთ და ეს ყველაფერი პლასტიკურ ქირურგიასთან მიმართებაში როგორ არის და ანუ ინტერესებიც ემთხვევა. ემთხვევა. ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ, მართლა ძალიან გეტყობა ჩორიდან რომ ძალიან ბედნიერები ხართ და მართლა ულამაზესია თქვენი მეუღლე, მინდა რომ გადასცეთ ჩემგან დიდი კომპლიმენტი და უღრმესი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე ამ საუბრით, იმედი მაქვს რომ მაყურებელმაც ჩვენთან ერთად მიიღოს სიამოვნება. დიდი მადლობა რომ გაატარეთ ეს დრო ჩვენთან ერთად, გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი აუცილებლად და დაგემშვიდობებით.